მოგესალმებით შუადღე მშვიდობის დღეს 28 აპრილია 13 საათი საქართველოში. დიდი შესვენების გუნდი, რა თქმა უნდა, თქვენთვის იწყებს მუშაობას, ვნახოთ მცირე ანონსი და გიბრუნდებით ეთერში. დღეს დიდი შესვენების ეთერში ნახავთ. ბიოლოგიური საათი და ადამიანები. გადაცემაში სტუმრად ენდოკრინოლოგი ლია ჯაში. საერთაშორისო სემინარი შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რეალობა და პერსპექტივები. ვნახოთ ქეთაჩუთლაშვილის რეპორტაჟი. თემაზე ვცლად ისაუბრებს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე სოფიო სანიგიძე. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო. თემაზე ვცლად ისაუბრებენ კოლეჯ ბლექსის დირექტორი გიორგი გოგიტიძე და კოლეჯ ბლექსის სასწავლო და ადმინისტრაციული პროცესების მენეჯერი გიორგი ფუტკარაძე. 26 აპრილი მფრინავების მსოფლიო დღეა. ვნახოთ ქეთაჩუთლაშვილის სიუჟეტი. და ბოლოს პოეზიის წაკითხვის დღე. გადაცემაში სტუმრად პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. არ უნდა დაავიწყეს ჩვენს მაყურებელს ჩვენი სოციალური გვერდის გამოწერა, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. მარტივად ნახოთ ჩვენი გვერდი, დიდი შესვენება და მოგწევროთ თქვენთვის საინტერესო თემებზე. ჩვენ ყველა კომენტარს ვკითხულობთ, ყველაფერი გულთან ახლოს მიგვაქვს. ყველას თუ არა მეტნაკლებად ყველას. გულთან ახლოს მიგვაქვს, კი. რამდენიმე დღის წინ ამოჭრეს ჩვენმა Facebook გვერდის მენეჯერებმა ამბავი, როცა ყვები ჩარლი ჩაპლინის შესახებ მიიღო მონაწილეობა ორეულების კონკურსში, გავიდა მე-20 ადგილას. ეს რაღაცა მოარული ამბავია, ძალიან ლამაზად ჟღერს, ხო? მე არ ვიცი ზუსტად რომელ ადგილას გავიდა, ჩემი ინფორმაციაზე დაყრდნობით, იმ წყაროზე დაყრდნობით, რომელიც მე მოვიძიე მე-20-ზე. და შემეკწინააღმდეგა რამდენიმე მაყურებელი, მე-3-ზე გავიდა, მე-20-ზე არ გასულაო რა. და ესე ავთენტურად მე მგონი არც თქვენ იცით, არც მე ვიცი. ნუ ფაქტი არის, რომ რაღაც იყო ეს ორეულების კონკურსი და არ გაუმარჯვია ჩარლი ჩაპლინს, რაც უკვე არის პარადოქსი და უკვე არის სასაცილო და საინტერესო. ამიტომ ნუ ვითავებთ იმაზე, რაც ესე ცალსახად არის. კონკრეტულად ადგილს ალბათ მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ყველაზე მეტად რაც უმნიშვნელოვანესია, ეს გახლავთ ინტერაქცია, რომელიც ჩვენსა და მაყურებელს კონსტრუქციული და ჯანსაღი. კონსტრუქციული და ჯანსაღი ინტერაქცია, რომელიც ჩვენსა და მაყურებელს შორის ხშირად არის ხოლმე და ძალიან ბევრი თემა მაყურებლისგან მოწოდებული მოხვედრილა ჩვენს ეთერში და ეს ვახარებს. კი ბატონო, ძალიან საინტერესო თემაზე ვსაუბრობთ, უხილავ მექანიზმზე, ბიოლოგიურ საათზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის აბსტრაქტული საათი, მატერიალური საათისგან განსხვავებით, ის ძალიან დიდ როლს თამაშობს ჩვენი ფიზიოლოგიური და ფსიქიკური ჯანმრთელობის სწორად წარმართვაში. ფაქტობრივად თუ კი გრძნობთ თავს უენერგიოთ, ეს შესაძლოა იყოს იმის ბრალდე, რომ ჩვენი ბიოლოგიური საათი არასწორად იმართება. როგორ მოვმართოთ სწორად? თემაზე ვცად ვისაუბრებს ენდოკრინოლოგი ლია ჯაში. მოგესალმებით, ქალბატონო ლია. გამარჯობათ, მოგესალმებით. როცა ამ აბსტრაქტულ მექანიზმზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია ენდოკრინოლოგიური სისტემა ცალსახად განსაკუთრებულ როლს თამაშობს. ვცლად თქვენ მოგვიყევით, ზოგადად რას ნიშნავს ბიოლოგიური საათი და ენდოკრინული სისტემის როლი? ზოგადად ბიოლოგიური საათი, როგორ არის, ეს ცოტა ისეთი ცნებაა, ცოტა პოპულარული, მაგრამ ну სხვანაირად ამას უძახიან ცირკადულ რიტმს. ანუ ჩვენი ორგანიზმი თავიდან ბოლომდე იმართება ჰორმონებით. ну მთავარი მექანიზმი ხა, ну გვაქვს ენდოკრინული ჯირკვლები პერიფერიაში, მაგრამ ცენტრი არის, რა თქმა უნდა, თავის ტვინში მოთავსებული. ეს არის ჰიპოფიზი და ჰიპოთალამო-ჰიპოფიზარული სისტემა. ცოტა მსმენელისთვის რომ გასაგებად ადვილი ყო, ეს არის ქერქვეშა ბირთვები, ну ცოტა ესეთნაირად რომ ვთქვათ, რომ უფრო გასაგები იყოს, მაგრამ ну ძირითადი მექანიზმი ჩვენი ნებისმიერი ქმედების მდებარეობს თავის ტვინიდან მართვაში. რა თქმა უნდა, თქვენ სწორად აღნიშნეთ, რომ ეს დამალული მექანიზმი არის სწორედ ეს ჰორმონალური რეგულაცია, რომელიც ამ ბიოლოგიურ საათს და ამ ადამიანის ცირკადულ რიტმს განსაზღვრავს. ყველა მონაკვეთი, დროის ყველა მონაკვეთს აქვს თავისი ჰორმონები, რომლებიც განაგებს. აი ეს მოგვიყევით ძალიან ამ ბიოლოგიური საათის, ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური საათის მართვაში. ჰორმონების სეკრეციას გააჩნია გარკვეული ცირკადული რიტმი. იმიტომ რომ
ყველა ჰორმონი გამომუშავდება რაღაცის პასუხად. კერძოდ, თუ ავიღებთ ბანალური, ყველა მიცის, რომ გვაქვს ინსულინი გამომუშავდება მუდმივადაც, მაგრამ აქვს კიდე პულსური სეკრეცია, კერძოდ, კვებასთან დაკავშირებით გამომუშავდება. ესევე გვაქვს სხვა ჰორმონები, კერძოდ, ძილს განაპირობებს, ეს არის ბუნებრივი რიტმი, დღე და ღამე. ხო, ანუ დღის და ღამის რიტმი. უკვე რომ მზის ჩასვლა იწყება, შესაბამისად მაღლდება, გამოიყოფა ეგრეთ წოდებული ძილის ჰორმონს უძახიან სხვანაირად, ეს არის მელატონინი. აი რა ხდება მაშინ, როცა ადამიანს აქვს უძილობა? ეს მელატონის ნაკლებობა განაპირობებს ამას, თუ ფსიქოლოგიური ფაქტორია? არა, როგორ არის, იცით, აი ფსიქოლოგიური ფაქტორები ცოტა ეს კიდე სხვა თემაა. ჩვენი ცხოვრების წესი განაპირობებს ამას, იმიტომ რომ თუ ჩვენ ვართ მიჩვეული მორიგეობას, თუ აი ქრონიკულად, იმიტომ რომ ნებისმიერი რაღაცა გადადის ჩვევაში, ხო? აი რაღაცას რო ვაკეთებთ, ერთხელ გავაკეთეთ, ორჯერ გავაკეთეთ, სამჯერ გავაკეთეთ, უკვე მე რაღაც ჩვევა გამოგვიმუშავდა, ხო? აქედან გამომდინარე, ეს ჩვენი რეჟიმი განაპირობებს გარკვეული დარღვევების ალბათობას. იმიტომ რომ რა არის, აი თუ გამიხილავთ ადამიანს, აი დაბადებიდან, ბავშვს როგორ ძინავს? აი დღის განმავლობაში უმეტესი ნაწილი ძინავს. შემდეგ ნელ-ნელა უკვე აი ეს მონაცვლეობა ძილღვიძილის ფაზები შუა დღეზეც ძინავს. აი ეს ნელ-ნელა რო ადამიანი იზრდება, შემდეგ უკვე რაღაც გარკვეულ ჩვევებს იძენს. შესაბამისად, თუ ადამიანი მორიგეობს, თუ ადამიანი ღამით მეცადებს, თუ რაღაც ეს უკვე შემდეგ ჩვევაში გადადის და გარკვეულწილად შესაძლოა გარკვეული ჰორმონების სეკრეცია ან დაქვეითდეს ან ამაღლდეს. იმიტომ რომ ძალიან ესეთი ჰორმონები მართავს, კი ეს არის მელატონინი, ეს არის კორტიზოლი, იმიტომ რომ კორტიზოლის მაქსიმალური სეკრეცია არის დილის საათებში, გამოფხიზლებას უწყობს ხელს. იგივე ინსულინი, აი წონაზეც, რატომ მოქმედებს დაუშვათ უძილობა. აი იქ უკვე ინსულინის და ლეპტინის სეკრეცია შეიძლება დაიღოს. ნუ ეს ცოტა რთული აღსაქმელი, მაგრამ აი შესაძლებელია აი ამ საათების დარღვევა იჩინოს რაღაც აი შინაგან დონეზე დარღვევაზეც ეს ალბათ გარკვეულწილად, როდესაც ამასაც თქვა პერმანენტული ხასიათი აქვს. ხო, აი რა თქმა უნდა, ეს მუდმივი ხასიათია რაღაცა, მაგრამ ნუ ჩვენი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ ყველაფერს ეჩვევა და გადაწყობა ხდება და აი გადაწყობის პირობებში ეს შეიძლება არ ჩაითვალოს პათოლოგიად. მე ხარ აი რა მნიშვნელოვანი დაავადება თუ სიმძიმე შეიძლება გამოიწვიოს, ეს ვთქვათ რეგულარულმა უძილობამ, რაც გამოწვეულია ხშირ შემთხვევაში როგორც სტრესისგან ასევე ცხოვრების რეჟიმის რეგულარულმა უძილობამ შეიძლება გამოიწვიოს პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეხლა როგორც ენდოკრინოლოგს ვიტყოდი, რომ ეხლა ფსიქიატრიას და ფსიქოლოგიას მე ვერ გამიხილავ, მაგრამ აი პირველ რიგში ეს არის ჭარბი წონა. პირველ რიგში ჭარბი წონა, შემდეგ იწვევს ყველაფერს. პულსიზართა დაავადებები, შემდეგ უკვე დეპრესია, შემდეგ უკვე მოყვება ამას. აი ყველა ის ფაქტორი, რამაც შეიძლება ჭარბი წონა გამოიწვიოს. მიხვდით, ანუ ცხოვრების რიტმის დარღვევაა ეს. ძირითადად უძილობა ახასიათებს ისეც ან ვინც მჯდომარე ცხოვრების წესით არის დაკავებული. კიდე აი ცირკადული რიტმი რო ახსენეთ, ხო? აი ეს არის სინათლე და სიბნელე. მიხვდით, ანუ აი დ-ვიტამინის დეფიციტი შეიძლება თუ დღისით ძინავს ადამიანს და უშუალოდ და ღამით რაღაცებს აკეთებს, ნუ აი ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. მიკროელემენტების დეფიციტი ეს იქნება მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ანუ არის გააჩნია კიდე კვების რეჟიმი ერღვევა, იმიტომ რომ დღისით თუ ძინავს, ღამით ჭამს. შესაბამისად, მაგ უკვე მონელება, კუჭნაწლავის დაავადებები შეიძლება. ანუ არის რაღაც ფაქტორები, რამაც შეიძლება გარკვეული ორგანიზმს ზიანი მიაყენოს. გარკვეულწილად ძილის პერიოდში ორგანიზმის მომნელებელი სისტემა ნაკლებად მუშაობს, ხო? აი ხო, ნაკლებად მუშაობს შესაბამისად, იმიტომ რომ ანუ გადამუშავება. თუმცა ორ ნაწილად როცა ყოფენ ხოლმე ადამიანებს, აი რაღაც ქრონოტიპები რა, ბუები და ტოროლები, ხო? აი და ხშირად მე პირადად უფრო პროდუქტიული ვარ ღამით და მირჩევნია ღამით ღვიძლი რაღაც ჩანაწერების გაკეთება, მუშაობა, ტექსტის წერა ღამით და ხშირად მსმენია ეს ხელოვანებისგან, რომ აი მუზა მოდის ღამით. ეს ადამიანები ასე ცხოვრობენ, აი ღამით ღვიძლი, დღისით უფრო ძილიან, თუ კი ღვიძლი უძინარია და ხო რაღაცა ენერგია სჭირდება. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ინდივიდუალურ ბიოლოგიურ საათთან კი, რა თქმა უნდა, აი ზუსტად ეგ უნდა მეხსენებია, რომ ყველა ადამიანი არის მაინც ინდივიდუალური. თითოეულ ადამიანს აქვს თავისი ინდივიდუალური დამოკიდებულება ამ საათების მიმართ. ისტორიიდანაც ცნობილია, ხო, გახსოვთ, გააჩნია აი ადამიანები შეიძლება ცოტა ადრე იძინებდნენ, მაგრამ ღამით დგებოდნენ და რაღაცას აკეთებდნენ და შემდეგ კიდე დაუშვათ აი მეორე
ძილი ერქვა ამას. აქედან გამომდინარე, ეს მაინც, აი, ესეთი რაღაც დოგმატიზირებული არ არის ეს თემა. კი, ამას მართავს გარკვეული ჰორმონები, არის რაღაც ისე, მაგრამ ეს არის ინდივიდუალური. თუ ადამიანს ამის გარკვევა აინტერესებს, უნდა ჩაიტაროს კონკრეტული გამოკვლევები და უშუალოდ აი თუნდაც იმ ჰორმონების გარკვეულ დროზე სეკრეცია. შეიძლება ზოგს სხვა დრო აქვს სეკრეციის, შეიძლება ზოგს სხვა ისაკანო. ეს არის საკმაოდ ინდივიდუალური. კი არის რაღაც განსაზღვრული, აი რომელიც მეცნიერებაში დადასტურებულია, მაგრამ ადამიანი ხო ინდივიდუალურია. შესაბამისად, არც ეს არ არის გამორიცხული, რომ ზოგს დაუშვათ რაღაც ინდივიდუალური. აი თვითნებურად როცა ღებულობენ მელატონინს ამის დაკავშირებით რა მოსაზრება გაქვთ? საერთოდ ყველა პრეპარატის თვითნებურად მიღების წინააღმდეგი ვარ. თვითნებურად როგორ არის, იცით, აი მელატონინი გარდა იმისა, რომ ძილზე ახდენს გავლენას, გავლენას ახდენს რეპროდუქციულ სისტემაზე. ძალიან ბევრ სისტემაზე ახდენს გავლენას. შესაბამისად, ცოტა აქ მე მაინც ვისურვებდი, რომ უფრო აი პრეპარატის, ნებისმიერი პრეპარატის დანიშვნისას უნდა კონდეს ადგილი კონსულტაციას და მხოლოდ კონსულტაციის შემდეგ უნდა მოხდეს გარკვეული ჯგუფის პრეპარატების დანიშვნა. ნუ რა თქმა უნდა, ძილისთვის ყველაზე კარგია ფიზიკური აქტიურობა. აი ნორმალური ჯანსაღი ძილისთვის, თუ საღამოს დაუშვათ, აი თუ დააკვირდებით, აი საღამოს რო ფეხითაც რო გავისეირნოთ ჰაერზე, აი ამ შემთხვევაში უკეთესად ხო, აი უფრო კარგად ჩაძინებას. ხო, ანუ ეს არის რა, აი რამდენი ხანი უნდა ეძინოს დღის და ღამის განმავლობაში ადამიანს და დამოკიდებულია თუ არა ეს თქვათ მის ასაკზე, იმიტომ რომ ეხლა იყო პერიოდი, როდესაც 12 საათი და 14 საათი. აი ჩვილებს ხო, ანუ როგორ არის, იცით, აი ესე დადგენილია, ესეც მე ვიტყოდი რომ არის ინდივიდუალური. იმიტომ რომ ძირითადად დადგენილია რომ ანუ 6-დან 7 საათამდე ძილი არის კარგი. ნორმა. თუ კარგი. ნორმა, ესე ითვლება. ცოტა მეტი ძილი შეიძლება რაღაც პათოლოგიასთან ასოცირდებოდეს, აი ძილიანობა და უშუალოდ შეიძლება იყოს რკინის დეფიციტთან ასოცირებული, შეიძლება იყოს აი ანემიასთან ასოცირებული, შეიძლება იყოს ჰიპოთიროიდთან ასოცირებული. ნაკლები ძილი? აი ნაკლები ძილიც ეს უკვე თუ შფოთვიანია ძილი, თუ შფოთვა აქვს ადამიანს, თუ ვერ იძინებს, თუ ხშირად ეღვიძება, ამასაც აქვს გარკვეული თავისი მახასიათებლები და ამასაც თუ დაუშვათ შფოთავს ადამიანი ჩაძინება უჭერს ხშირად ეღვიძება, ან რაღაცა არის მაგალითად აი დიაბეტი როცა აქვს ადამიანს, აი ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, ხამით დგება გიო შარდზე დგება. კი, ეს უკვე ეღვიძება, ეს უკვე პათოლოგია. მიხვდით, ანუ დიფერენცირება უნდა. ეს ფენომენი როგორ აიხსნება ხშირად მსმენია ადამიანებისაგან, რომ აი ჭამის მერე მეძინება. ეს როგორ იხსნება და სასურველია თუ არა ჭამის შემდეგ ადამიანმა დაიძინოს თუ პირიქით აქტიურობა უნდა განაგრძოს. ჭამის შემდეგ როგორ არის, იცით, ანუ მაშინ მე მაინც ვთვლი, რომ კუჭნაწლავის ტრაქტი უნდა შემოწმდეს. იმიტომ რომ ეს არის კონკრეტული ჩივილი, რომელიც კონკრეტულ სისტემას უკავშირდება. არ ცეკვის მერე მეძინება, ან აქტიურობის მერე მეძინება, ესეთი ხო არ არის, ანუ ან რაღაცას მიღების მე აი კვების შემდეგ რო გეძინება, აქ უკვე ეს ინსულარული სფერო უნდა შემოწმდეს, ხო არ მიდის დაუშვათ რაღაც გლიკემიური პროფილის დარღვევა, ან ჰიპერგლიკემია ხო არ მიდის, ან ჰიპოგლიკემია ჭამის შემდეგ, ხო არ მიდის რაიმე კუჭნაწლავი შეიძლება კუჭის წვენის სეკრეციის ცვლილებას აქ ადგილი და ვერ ხდება სათანადოდ მონელება და რაღაც ტვინი თავის იმპულს აძლევს. ანუ ეს ნორმა არ არის, ხო უნდა ვთქვა. არა, ნუ ჭამის შემდეგ ჩაძინება, მე მაგალითად ვიტყოდი რომ არა, თუმცა აი მოთენთილობა და ეს მოძილიანება და ამბობთ მსგავსი სიმპტომი. პრინციპში ყურადსაღები არის ალბათ და ყურადღება, ნუ ყოველ შემთხვევაში ორგანიზმი რაღაც ბიოლოგიური ნიშანია, ხო, ანუ რაღაც სიმპტომია უბრალოდ, რაღაც შეიძლება არც არაფერი არ იყოს, მაგრამ გადამოწმებას მე მაგალითად პირველ რიგში დავიწყებდი კუჭნაწლავის კვლევით. იმიტომ რომ ვინაიდან ეს კვებას უკავშირდება პირველ რიგში კუჭნაწლავის. აი უნდა ვიკითხოთ აუცილებლად ინსულარული აპარატის შემოწმები. ხშირად ადამიანები ამბობენ, რომ მაგალითად მე მყოფნის 4 საათი ძილი და სულით საკმარისია ჩემთვის. არის ადამიანები, რომელსაც 8 საათი სჭირდებათ ძილისთვის. ამ შემთხვევაში ახაც ინდივიდუალურ
მიდგომასთან გვაქვს საქმე, თუ შეიძლება რომ ადამიანს მაგალითად 4 საათი სულად ყოფნით და 24 საათში იმისთვის რომ ენერგია აღიდგინოს და ეს გაჩნია როგორ არის იცით აი ახალგაზრდობაში აი მე პირადად ძალიან ბევრს მორიგეობდი და მაშინ ის ცოტა ძილი მყოფნიდა მაგრამ ეხა უკვე აღარ მყოფნის ანუ გაჩნია ასაკს სავარაუდოდ მე მაინც ამას დავკავშირებდი ასაკს და ამტანობას ადამიანის იმიტომ რომ 4 საათი ძალიან ცოტაა ძილისთვის ძალიან ცოტაა მაგრამ აქ უკვე ანამნეზია კიდე დასაზუსტებელი შეიძლება 4 საათი ღამით ძინავს და 4 საათი დღისით ძინავს ან სხვა დროს ისვენებს მიხვდით და ანუ შეიძლება ამის შევსება ხდება ესეც ვერ ვიტყვით კონკრეტულად ქალბატონია მაინტერესებს ცილის დაკვების თქვათ ერთმანეთთან დაკავშირება როგორ შეიძლება მაგალითად ჭამის შემდეგ რამდენ ხანში უნდა დაიძინოს ადამიანმა ესეთი ვერსია მომისმენია რომ ჭამიდან 3-4 საათში თუ დაიძინებ ანუ 3-4 საათი თუ გავა ბოლო კვებიდან ეს ორგანიზმისთვის კარგია ასევე მსმენია მოსაზრება რომ კვების შემდეგ აუცილებელია თქვათ გარკვეული დროის განმავლობაში 15-20 წუთის განმავლობაში ერთ ადგილას იმყოფებოდე და შემდეგ დაიწყო ვარჯიში ან სეირნობა ან ასე შემდეგ და ჭამის შემდეგ უცებ ესე იგი გავარდნა და რაღაც ფიზიკური აქტივობა აი ეს ყველაფერი სიმართლე შეესაბამება თუ არა საინტერესო როგორ არის იცით აი ზოგადად ამ კვებასთან და ნებისმიერ სფეროსთან მიმართებაში არის ძალიან ბევრი მითები გავრცელებული ეხლა როგორი სიტუაცია ნუ თუ ცოტა დავფიქრდებით აი ჩვენ თვითონაც გავაანალიზებთ რომ რა არის კვება კვებით ჩვენ ვღებულობთ საკვებს ამას ჭირდება გარკვეული დრო გარკვეული საყლაპავიდან აი პირის ღრუდან ლუკმა უნდა გადავიდეს საყლაპავში უნდა ჩავიდეს კუჭი მთელი პროცესია ქიმიური პროცესია იქ ერთვება და უშუალოდ იგივე მარილჯავი იგივე ეს ფერმენტები ნუ ძალიან დიდი პროცესია ბიოქიმიური შესაბამისად ამას ჭირდება გარკვეული ენერგია ამისთვის უნდა დახარჯოს ჩვენმა ორგანიზმმა მაგრამ ჩვენ თუ მას ვაიძულებთ რომ აი ამავე დროს სხვა რაღაცაზე გადავიტანოთ ეს ენერგია აი ეს უკვე მე ვფიქრობ ცოტა მონელების პროცესი შეიძლება ამან შეაფერხოს მიხვდით ამიტომ უპრიანია ცოტა კვების დროს ნუ ვაცალოთ საკვებს ანამ ჩალაგდება და შემდეგ გავაკეთოთ რაღაცა სხვა ქმედითი მოქმედებები მიხვდით ანუ აქტიურობა იქნება რამე თუ იქნება აი გარკვეული პერიოდი 15-20 წუთი ნამდვილად ჭირდება აი ამ პროცესს რომ ეს პროცესი სრულყოფილად ჩავიდეს წარიმართოს ეს პროცესი სრულყოფილად და აი შემდეგ უკვე სხვა მოქმედებები შეგვიძლია გავაკეთოთ ნებისმიერ მოქმედებას აი თუნდაც ეს ჩვენ საუბრობთ აქ უკვე ენერგეტიკული ბალანსია ჩვენი ორგანიზმი ყოველთვის არის წონასწორობის მდგომარეობაში ენერგიის მიღებას და ხარჯვას შორის საკვები გვაქვს გარკვეული ენერგეტიკული წყარო აი დახარჯვა უკვე აი ნებისმიერი მოქმედება თუნდაც საუბარი თუნდაც აი ბავშვები დავუშვათ გაკვეთილზე რომ ნებისმიერი მოქმედება არის ენერგეტიკული ხარჯი. აი მე მაგალითად ბავშვობაში უფროსებისგან ხშირად მსმენია რომ ჭამის შემდეგ არავითარ შემთხვევაში დაწოლა არ შეიძლება და ეს თქო სულად მოდუნება იმიტომ რომ შეიძლება დაგაცინოს ეს უკვე რაღაცა ესეთია ეს უკვე აი ბავშვები ახსენეთ და ძალიან საინტერესო თემას შეგვიძლია შევეხოთ კვება სკოლებში იმისთვის რომ ზუსტად ეს ბიოლოგიური საათი იყოს მწყობრში და განსაკუთრებით ჩვენ როცა ბავშვობაზე ამ მოწყვა დასაგზებს საუბრობთ როცა ფაქტობრივად ყალიბდება ადამიანის ჰორმონალური სისტემა განსაკუთრებულად ყურადსაღებია ეს და სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში ხშირად შენიშნება ესეთი ფაქტები როცა სკოლაში ბავშვი არასრულფასოვანად იკვებება ან საერთოდ არ იკვებება როგორ არის იცით კვება ჩვენ დროსაც ახლა ნუ მე ცოტა ის ამაქვს მაგრამ ყველა სკოლაში მირამდინადაც მაქვს ინფორმაცია არის დიდი დასვენება სადაც თავისუფლად შეუძლია ეს რა თქმა უნდა ახლა მარტო სკოლა ამას ვერ გადაწყვიტავს და ვერც მოვთხოვთ სკოლას რომ რაციონით გითხარით კვება უზრუნველყოს დაუშვათ ანუ მოსწავლის თუ რაღაც ახლა გარკვეული იმას არ საჭიროებს მაგრამ აი თუ დაკვირვებულ ხართ მთელი მსოფლიო მოსწავლეები დილას მშობლები უმზადებენ ლანჩბოქსებს. ეს ფილმებში გვინახავს გატანება თავისუფლად შეიძლება თითოეული ბავშვისთვის რომ იმან სრულყოფილად აი იყოს გარკვეული ხილის რაოდენობა, გარკვეული ბუტერბროდი იყოს, გარკვეული რაღაცა. აი ეს იყოს დაუშვათ ეს რძის პროდუქტი იყოს რაღაცა, აი რაც დაუშვათ ბავშვისთვის საჭიროა. ანუ მშობელთან მივდივართ პირველ რიგში მივდივართ მშობელთან. ძალიან ბევრი, რა თქმა უნდა, ყველა მშობელი საკუთარ შვილზეა პასუხისმგებელი, ხო? შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა,
გარკვეულწილად სკოლაც, მაგრამ სკოლას ახლა ნუ მაშინ რაღაცა უნდა იყოს თანადაფინანსება, მშობელმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ დროსაც ვყიდულობდით დიდ დასვენებაზე საკვებს და დაუშვათ თან რას ვყიდულობდით ხო, მაგრამ რაღაცა ფუნთუშას, იმას რაც არ არის რეალურად მიზანშეწონილი, რომ მიირთვას ბავშვმა აუცილებლად ხილი, ბოსტნეული. ეს რაციონი უნდა იყოს სკოლაში. კი, უნდა იყოს, გეთანხმებით ეს რაციონი სკოლაში, მაგრამ პირველ რიგში ეს არის ოჯახზე, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი მშობელი ვიცი, დილას არ ჭამს ბავშვი. რას ქვია არ ჭამს? მიხვდით, ანუ ესეთი თემა, საუზმის გარეშე ბავშვი სკოლაში არ უნდა გაუყო. ეს რაღაც პასუხისმგებლობის აცილებას. აი, პასუხისმგებლობა არ უნდა და არ ჭამს და შემდეგ მიდის პასუხისმგებლობის გადატანა სხვაზე. გარკვეულწილად ეს ხომ შეაფერხებს ალბათ ათვისების უნარს და სწავლების უნარს. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ პირველი აი ისე მივდივართ ინსულარულ აპარატთან. კერძოდ ინსულინის სეკრეცია მატულობს. რატომა ბავშვი რატო ვჭამდით ტკბილეულს? იმიტომ რომ რასაკეთებს ბავშვი დიდ დასვენებას, დარბის, თამაშობს. ანუ იხარჯება ენერგია. მთავარი ენერგეტიკული მასალა ჩვენთვის არის ნახშირწყლები. შესაბამისად ბავშვთა ასაკში ყველაზე მარტივად ენერგიის აღდგენა აი ამიტომ ითხოვს ორგანიზმი. აი თუ გახსოვს აი ბებიების ზღვაზე, ეხა ბათუმში ვცხოვრობ, არ გაგიშვებდე რაღაცა ხილის გარეშე, აი აუცილებლად ზღვაზე რაღაცა ყოველდღიურობის დროს. აი სადღაც რაც ასოცირდებოდა ფიზიკურ აქტიურობასთან, ყოველთვის გვატანდნენ საჭმელს. აი რომ გადავხედოთ დაუშვათ ბავშვობას, აი რატოა ზღვაზე ეს ტენდენცია ხან რაღაცა იყიდება, ხან რაღაცა, იმიტომ რომ აქაც ადგილი აქვს ჰიპოგლიკემიას, ანუ გლუკოზის დონის დაქვეითებას ფიზიკური აქტივობის დროს და შესაბამისად აქ კვება არის აუცილებელი, მაგრამ თუ ადამიანს აქვს რაიმე კონკრეტული დაავადება, რასაც ჭირდება განსაკუთრებული დიეტა, ამას უკვე ესეთი გლობალური რაღაც კვების რეჟიმი ვეზრუზუნოყოს. ეს უკვე არის ინდივიდუალური და აქ უკვე ეს ლანჩბოქსები არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუ მშობელს უნდა რომ ბავშვმა იკვებოს სრულფასოვნად, კეთილინებოს და დილას გაატანოს ეს ლანჩბოქსი, როცა შეძლებს რომ დაუშვათ აი ბავშვმა სრულფასოვნად, რაც მის მშობელს უნდა და რაც მისთვის შეიძლება ის საკვები მიიღოს. ასაკთან ერთად რა ცვლილებებს განიცდის ბიოლოგიური საათი? ესეც გითხარით თქვენ საუბრისას ახსენეთ, რომ ახალგაზრდობაში 4 საათი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კერძოდ აი ხანდაზმულ ასაკში ცოტა ნაკლები ძინავთ, აი ხანდაზმულ ასაკში ცოტა უფრო მეტია ძილის პრობლემები. ანუ ისიც არის მისახედი თემა. აქ უკვე ცოტა ეს კუნთოვანი დეფიციტი იჩენს თავს, აი სარკოპენიას უძახიან, აი კუნთების ის მიდის. შესაბამისად აქ უკვე მოძრაობაც შეზღუდულია აი ასაკოვან პაციენტებში. ამიტომ აქაც უფრო მეტი ყურადღება უნდა გავამახვილოთ მაინც ვიტამინებზე, მინერალებზე, ანუ მიღებაზე, შეწოვის პროცესებია დაქვეითებული, ჰორმონების ეს რიტმები შეიძლება იყოს დარღვეული, მიხვდით და ანუ ასაკობრივ პაციენტებთან შედარებით სხვანაირი მიდგომა გვჭირდება. მაგრამ აი ახალგაზრდებმაც უნდა ვეცადოთ ცოტა რომ მაქსიმალურად აი ეს რეჟიმი დავალაგოთ, კვება მოვაწესრიგოთ, რომ აი წონის პრობლემა არ შევიქმნათ, შესაბამისად პულსისწორთა ჰიპერტენზიის პრობლემა არ შევიქმნათ და ფიზიოლოგიურად და ფსიქიკურადაც ვიქნებით ჯანმრთელი. რა თქმა უნდა, მეტი პოზიტივი, მეტი კარგი, ესე ვთქვათ, ინფორმაცია და დიდი მადლობა. სწორი კვება. ჯანსაღი ცხოვრების წესი. უღმესი მადლობა, რომ ეკავით ჩვენთან ერთად ენდოკრინოლოგი ლია ჯაში. იყო დიდი შესვენების სტუმარი. ესე იგი, ძეგლებისა და შავი ღირსშესანიშნავი ადგილების თემასთან და საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ საინტერესო სემინარი ჩაატარა. მასში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ექსპერტები. ამ თემაზე ახლა მოდით ვნახოთ ქეთა ჩუდლაშვილის რეპორტაჟი, ხოლო შემდეგ სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. შავიზღვისპირეთი ისტორიის, ტრადიციისა და მრავალფეროვანი კულტურის კერაა. შუა საუკუნეების ციხესიმაგრეები, უძველესი ეკლესიები, ტრადიციული სოფლების არქიტექტურა, უნიკალური ფოლკლორი და ზღვისპირა ქალაქების განსაკუთრებული ატმოსფერო ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა.
აჭარაში გაიმართა საერთაშორისო სემინარი, ღონისძიებამ ქართველი და უცხოელი სპეციალისტები შეკრიბა, რათა გაეზიარებინათ გამოცდილება, მოეძებნათ ახალი გზები და ერთად ებიქრათ იმაზე, თუ როგორ შევინარჩუნოთ რეგიონის უნიკალური კულტურული სახე. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ინიციატივით უკვე გარკვეული წლებია იმართება საერთაშორისო კონფერენციები, რომელიც ხელს უწყობს როგორც გამოცდილებების გაზიარებას, ასევე რაც ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, ჩვენი უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას. ჩვენ უკვე რიგით მეხუთე კონფერენცია არის საერთაშორისო, რომელიც ეხება შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს. საერთაშორისო ურთიერთობები, როგორც მოგახსენეთ, ჩვენს სფეროში მეტად მნიშვნელოვანია, რომელიც ხელს უწყობს სწორედ ამ საერთაშორისო ურთიერთობების გამოცდილებას, გაზიარებას ამ ჩვენი გამოცდილებებისა. და ეს ყოველწლიური კონტაქტები კიდევ უფრო ნაყოფიერი არის ჩვენი უნიკალური მემკვიდრეობისთვის. კონფერენციის მონაწილეები გახლავთ თურქეთის რესპუბლიკიდან, პოლონეთიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან. შაის კულტურა საქართველოში ლაო ძინძაოს სახელს უკავშირდება. სწორედ მისი მოტანილი კულტურა გახდა ქართული ჩაიმწარმოებლობის საწყისი. ჩვენი ჯგუფი მის მემკვიდრეობას ციფრულ ფორმატში ინახავს. უკვე დავიწყეთ ისტორიული ნივთების სკანირება, რათა მომავალში მუზეუმში სრულად გაშუქდეს ჩაის კულტურის გზა, რომელიც საქართველოში ლაო ძინძაომ შემოიტანა. საკითხები ზოგადად ეხება ეთნოლოგიას, ურბანისტიკას, არქეოლოგიას, ხელოვნებაცოდნეობას, ფოლკლორს. საკმაოდ მასშტაბური არის, მინდა გითხრათ, შინაარსობრივად ძალიან დატვირთული. პლუს ამას გამოყოფდი ასევე ციფრული ტექნოლოგიების როლს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საქმეში და ხელოვნური ინტელექტის როლს, რომელიც უშუალოდ დაკავშირებულია წარსულის კვლევასთან, მის აღდგენასთან და რესტავრაციასთან. კულტურული მემკვიდრეობა მხოლოდ წარსულის მოგონება არ არის, ის ჩვენი აწმყო და მომავალია. შავიზღვისპირეთში დაცული ძეგლები გვახსენებს, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ და სანამ მისი ამბის მთხრობელები არსებობენ, ეს ისტორია არასდროს დასრულდება. საქართველოს შავიზღვისპირეთი დიდარია კულტურული ძეგლებით, ამიტომაც დღეს ჩვენთან სასაუბროდ მოვიწვიეთ სოფიო სანიკიძე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილე. რეპორტაჟი ვნახეთ, სადაც ვისაუბრეთ ამ დღის მნიშვნელობაზე, ახლა კი ვისაუბროთ კონკრეტულად ამ სემინარზე, რომელშიც არაერთი უცხოელი პროფესორი თუ სპეციალისტი მონაწილეობდა. მოგვიყევით მთლიანად ამ პროექტის შესახებ და მის მნიშვნელობაზე შორეულ პერსპექტივაში. ბატონო, მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. პირველში მინდა აღვნიშნო, რომ 18 აპრილი, როგორც იყო სიუჟეტში ნახსენები, არის ძეგლების საერთაშორისო დღე და ეს დღე 1993 წელს დაამტკიცა იუნესკომ. პირველად ჩატარდა უკვე ესეთი საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციები და აღინიშნა ეს დღე უკვე 1994 წელს. და მისი მიზანი იყო ძეგლების მრავალფეროვნების და მნიშვნელოვანების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება. ხოლო ლოზუნგიც ჰქონდა, ლოზუნგი იყო შევინარჩუნოთ ჩვენი ისტორიული სამშობლო. შესაბამისად, ამის შემდეგ უკვე მსოფლიო აღნიშნავს ამ დღეს და ჩვენც არ ვართ გამონაკლისები, ჩვენც საგულდაგულოდ ვემზადებით. ყველა წელს გვაქვს კონფერენციები სხვადასხვა თემატიკაზე, მაგალითად შარშან იყო არქეოლოგია, დღეს უკვე მრავალფეროვანი თემატიკა იყო, იმიტომ რომ აქ შეიკრიბნენ როგორც არქეოლოგები, ურბანისტები, ხელოვნებაცოდნეები და ყავდა სტუმრები არა მარტო ჩვენი რეგიონიდან, თბილისიდან და საინტერესო არის ის, რომ ურბანისტებზე როცა ვსაუბრობთ, აი თანამედროვეობა ვითარდება, ეს რაღაცა უშველებელი შენობები, ცათაბჯენები და ამასთან კულტურული მემკვიდრეობა, ხო, ძეგლები, რომლებიც დაატარებს ძალიან დიდ ისტორიულ მნიშვნელობას. ამ ორი სინთეზი ძალიან ნიშანდობლივია, ხო? ისიც მნიშვნელოვანია, რომ განვითარდეთ, ესეც უნდა შევინარჩუნოთ. რა მოითადბირეს, რა იყო მათი მთავარი საუბრის ნარატივი და რა არის პრიორიტეტი ზოგადად თქვენი ორგანიზაციისთვის? კონფერენციის სახელწოდება იყო შავიზღვისპირეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობა, რეალობა და პერსპექტივები. შესაბამისად,
ეს სპეციალისტები არიან მკვლევარები, ზოგადად რა არის საკონფერენციო თემა? საკონფერენციო თემა ეს არის კვლევა. ხშირად რო ვესწრები, აი უფრო პრეზენტაციებია, მაგრამ ეს არის კვლევა და რა არის ეს კვლევა? ეს არის სიღრმისეული თემის შესწავლა, ამ თემის ირგვლივ ლიტერატურის მიმოხილვა, შემდეგ შეჯამება და ბოლოს დასკვნა. ანუ მეცნიერი აკეთებს დასკვნას და არა მარტო დასკვნას, მან უნდა შესთავაზოს რაღაც სიახლე. რაღაც სიახლე, გამოსავალი, რომელსაც შემდეგ ეს სადისერტაციო ნაშრომები და იგივე საკონფერენციო თემები არ უნდა ედოს თაროზე, შემდეგ ამას სახელმწიფო იდებს, ასე ვთქვათ, მანიშნად და სახელმძღვანელო და ატარებს უკვე ყოფაში. კი ბატონო, და მნიშვნელოვანი მომენტი იყო ისიც, რომ სიუჟეტში მოვიცნეთ, რომ ამ პროფესიაში საკმაოდ ჩართულია როგორც კვლევის ნაწილში, ასევე დასკვნის ნაწილში ხელოვნური ინტელექტი. ზოგადად გქონდათ თუ არის პირველი შემთხვევა იყო ამ სემინარის ნაწილში ხელოვნური ინტელექტთან და როგორი შედეგი დადო საინტერესოა. საინტერესო თემა შეეხეთ. ხელოვნური ინტელექტს ვერსად ვერ გავექცევით, ეს ჩვენი რეალობა და ძალიან საინტერესო თემა ქონდა. მიხარია რომ ჩვენს მამულიშვილს, ჩვენს ქალაქელს, არქიტექტორს სწორედ ხელოვნური ინტელექტი და ძეგლი. ანუ მან ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გააცოცხლა პეტრას ციხესიმაგრე. რეაბილიტაცია მოახდინა მისი როგორ დაინახა მან. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ მეცნიერება ვერ დაეყნობა ხელოვნურ ინტელექტს და ესე პირდაპირ ვერ მივიღებთ იმას, რაც გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა. საინტერესოა, იდენტური იყო, მან ეკლესიაც კი აღადგინა, აი პეტრას ციხის ეკლესიაც, დარბაზული ეკლესიაც კი აღადგინა. ძალიან ისეთი ლამაზი სურათი იყო, მისაღები იყო, ძირითადი აი კრიტერიუმები რაც კი არის, აი ზოგადად პეტრასთან მიმართებაში, რაც უკვე არქეოლოგიურმა კვლევებმა აჩვენა და რაც მეცნიერებმა აჩვენა, იმას ემთხვეოდა, თუმცა კიდევ ამ 100%-ად მას ვერ და. მაგრამ ეს უკვე რაღაც გამოსავალი არის, რაღაც დახმარება არის სამომავლოდ, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციის პროცესში. აი საინტერესო ამ რეაბილიტაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტი ტექნიკურად და ზუსტად ისე განსაზღვრავს, როგორ უნდა რეაბილიტირდეს თუ აქ უბრალოდ მოცემული არის გარკვეულწილად იდეა, რომელსაც ტექნიკური ჩარჩო არ აქვს. იცით რა, ამ ეტაპზე იდეა, არა ტექნიკური ჩარჩო, თუმცა თუ კონკრეტულ ისტორიას და არქეოლოგიას დადასტურებულ კონკრეტულ მაგალითებს მივცემთ ხელოვნურ ინტელექტს, ის შეძლებს, მე ვფიქრობ, რომ აღადგინოს და ანუ არ დაგჭირდება ესეთი დიდი პროექტების შესყიდვები და არ დაგჭირდება შეიძლება ძალიან დიდი დრო უნდა ამ ყველაფერს და ძალიან დიდი თანხები. ადამიანური რესურსი თავისთავად, რომელიც ცოტა დეფიციტია დღეს. აი უკურეაქცია როგორი იყო საერთაშორისო სტუმრების, რომ მათ როგორ შეაფასეს წლევანდელი კონფერენცია, სემინარი, საინტერესოა თუ შედგა საქმიანი შეხვედრები დაიგეგმა მომავალ კონფერენციებში მონაწილეობა და როგორ აღიქვამენ ისინი საქართველოს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას, საინტერესოა მათი შეფასება. ვიცი რომ იყვნენ ძალიან კმაყოფილები. პირველ რიგში იმით რომ მოხდა ამ მეცნიერების დაკავშირება. მათმა ბევრი საინტერესო თემა განიხილეს. სხვათა შორის მომეწონა რომ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში, კონფერენცია აუცილებლად უნდა იყოს კითხვა-პასუხის რეჟიმში და ბევრი ესეთი თემა გაიარეს და განიხილეს. აი თუნდაც იმ ხელოვნურ ინტელექტზე ბევრი საინტერესო კითხვა წამოვიდა, რომელიც შემდგომ კვლევაძიებაში ძალიან გადადგმული ნაბიჯი იქნება. ვიცი რომ ძალიან კმაყოფილები არიან, მაგალითად თურქმა წაიკითხა ლანდშაფტზე, აი თურქეთის მეჩეთებზე, ასევე ჩინელებმა წაიკითხეს გაციფრულებაზე 3D ტექნოლოგიებზე, ანუ რაღაც ეს თანამედროვე კონფერენცია იყო. ჩვენმა არქიტექტორმა ძალიან საინტერესო თემა წარადგინა, ვახსენე. ურთიერთკავშირი იყო მათი ინფორმაციის გაცვლა, მათი ცოდნის გაზიარება და დაკავშირება. ესენი ურთიერთობენ, ეცნობიან ერთმანეთს და შემდგომ გეგმავენ, რა თქმა უნდა, და შეხვედრებს. ზოგადად აი კიდევ ერთხელ ვახსენებ, რომ ეს კვლევები რაც არის, მათი კვლევები ჩვენ უნდა დავიდოთ წინ, გადავხედოთ და რაღაც მათი იდეები უკვე ჩვენ გავაკეთოთ. სახელმწიფო შეიძლება იყოს, ხო? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მეცნიერული ნაშრომი ხალხისთვის წერება, წინსვლისთვის არის, ქვეყნის წინსვლისთვის და შესაბამისად დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ნაშრომებს. მეცნიერები არ არიან ბევრი. კი ბატონო, აი ხელოვნებად მცოდნეობას რაც შეეხება, თქვენ აღნიშნეთ ასევე ფოლკლორის მიმართულება, საინტერესოა მიმართულებით რა იდეები გაჩნდა, მით უმეტეს ჩვენ ვიცით რომ ძალიან ძველი, ასე ვთქვათ, ფოლკლორი შეიძლება იყოს
იყოს სიმღერა თუ სეკვისტრის კონკრეტული ნაწილი, გარკვეულწილად შეიძლება დაიკარგოს დროთა განმავლობაში. ამ ყველაფერს მე მახსოვს ერთ-ერთი პროექტი, რომელსაც ჩანაწერები კეთდებოდა იმისთვის, რომ შთამომავლობას ეს დარჩენოდა გარკვეულწილად კუთხური ფოლკლორი მაგალითად და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით რა სიახლეები არსებობს და აჭარაში კონკრეტულად რა განვითარება? მადლობა ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ თემურ ტუნაძე ჩვენი მეცნიერი მუშაკი გამოვიდა და წარმოადგინა თემა ლახტობა. ეს არის არაჩვეულებრივი თამაში, რომელიც ანვითარებს ძალიან ბევრ უნარს. აი გავეცანი და ვიყავი აღთოვანებული, მეც არ მქონდა ასეთი ცოდნა. შესაბამისად ეს თამაში იკარგება და კარგი იქნება თქვენს თუ ამ თამაშზე შემდგომ სიუჟეტს გააკეთებთ, იმდენად საინტერესოა და იმდენად სისხარტეს, კოგნიტურ უნარებს, ფიზიკურ, სენსორულ-მოტორულ უნარებს, გონებას და ამ თემაზე ქონდა წარმოდგენილი ნაშრომი და აი ამ ნაშრომში იყო ის, რომ ეს უნდა აღდგეს. ამ თამაშს უნდა გაიწიოს პოპულარიზაცია. მე ვფიქრობ, რომ ესე მარკეტინგული დღეს ყველაფერი რეკლამა და მარკეტინგია. მე ვფიქრობ, რომ მარკეტინგისა და კარგი რეკლამის შესაბამისად სკოლებში შეიძლება ამის შეყვანა, სპორტში შეიძლება ყველაფერი გადმოვიღოთ ვიღაცისგან, ჩვენს გვაქვს ჩვენი საინტერესო თამაშები და თემები. ასევე მინდა აღვნიშნო თინა შიოშვილის თემა, რომელიც ძველ ქართულ შელოცვებს ეხებოდა. და სხვათა შორის დაასრულა და შეგვილოცა, ასე ვთქვათ და ამის გამო ხო ძალიან საინტერესოა ძველი ქართული აქვს მოგროვილი სხვადასხვა კუთხის შელოცვები და აი გამოუშვა წიგნად და საინტერესო თემა იყო, ესეც ჩვენი ფოლკლორია. ესაც შეგვიძლია ამ სახელმძღვანელოებს გავიცნოთ. დიახ, ამ სახელმძღვანელოებს ზოგადად ეს ახლა კონფერენცია იყო, სამეცნიერო ნაშრომები ყოველთვის ინახება იმ უნივერსიტეტებში, სადაც დაიცვეს დაუშვათ, მაგრამ ამათ შეგვიძლია დაუკავშირდეთ და ვთხოვოთ ეს ნაშრომები და ჩვენს გვექნება. ჩვენ გვაქვს მოკლე რეზიუმეები, მაგრამ თვითონ მთლიანი ნაშრომებიც ალბათ დაიბეჭდება, რა თქმა უნდა, და შემდეგ შესაძლებელი იქნება ამის გაცნობა. რაც შეეხება შელოცვებს, თინა შიოშვილს წიგნი აქვს სხვათა შორის, არის გამოშვებული და საინტერესოა მაგალითისთვის. აქ იკითხება ძალიან ბევრი რამ. ჯერ დიალექტურად შეგვიძლია რომ ვიკვლიოთ ზოგადად ენა, მე შინაარსი. აი დიალექტური ნაწილში დატირება არის კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ეს თქო კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც თანდათან დროთა განმავლობაში თითქოს იკარგება და ამ მიმართულებით არსებობს რაღაც სიახლეები, მთელი თავისი ეს თქო პროცესი არის, რომელიც საკმაოდ საინტერესოდ გამოიხატება. რომელ კუთხეში? დატირება როგორც სვანეთში, ასევე სამეგრელოშიც და პრინციპში ყველა რეგიონს თავისი მახასიათებელი დატირება აქვს. ხო, თანამედროვეობაში სხვაგვარად უკვე მოდიფიკაციას გადის ეს თითოეული ტრადიცია. საინტერესოა თქვენ რით გამოარჩევდით შავიზღვისპირეთის კულტურულ მემკვიდრეობას სხვა რეგიონის კულტურული მემკვიდრეობისგან? არის მთავარი ნიშანდობლივი განმასხვავებელი, რაც ახასიათებს აჭარის ძეგლებს? პირველ რიგში მე ვიტყოდი, რომ ეს ევროპის კვალი არის. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ანუ ისტორიულ ბათუმზე, ევროპის კვალი არის, რომელიც თქვენ იცით, რომ 19 საუკუნის ბოლოს ესე ვთქვათ, კორიდორი იყო ევროპასა და საქართველოს შორის, შესაბამისად იმათგან გადმოღებული ის სტილი, რომელიც არის კლასიციზმი, როკოკო, ბაროკო, კლასიციზმი, მოდერნიზმი, ეს ყველაფერი ხო. შემდეგ გამოვარჩევდი იმით, რომ ძალიან აი თავისი სიმყუდროვით, პატარა ესეთი კამერული შენობებით, შიდა ეზოებით, აი სხვათა შორის შიდა ეზოები გამოარჩევს, სწორედ ხო, აი ეზოების ცხოვრებით, ხო? რომელიც დღეს ახალ შენობებს თუ ავიღებთ, ალბათ ეს ეზოსისტემები დააკარგულია და იმ ურთიერთობით აუცილებლად იმ რა თქმა უნდა არამატერიალური ძეგლებითაც, უკაცრავად არ უნდა ვახსენო ბორანო, უნდა ვახსენო ჩვენი აჭარული ნაქარგობები და განდაგანა, ესეც უკვე ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, მატერიალური და არამატერიალური. სხვასთან სიახლოვით, რაც ასე სხვასთან სიახლოვე, რა თქმა უნდა. და მრავალკონფესიური რომ არის ესეც საინტერესო. დიახ, მრავალკონფესიური, აი მეზოებზე უნდა მეთქვა, რომ იქ კიდე სხვადასხვა ეროვნებები ცხოვრობდნენ და მათი კვალიც, რა თქმა უნდა, ყველა შენობას ეტყობა და ყველა ეზოს. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, რომ ვიყავით ჩვენთან ერთად. მადლობა თქვენ. სამომავლო გეგმაზეც მინდა რომ გკითხოთ, დარწმუნებულები ვართ, რომ გექნებათ რაღაცა მომავლისკენ გეგმა, აი მოკლედ რომ დაგვიანოსოთ თქვენი სააგენტოს გეგმები, დაუშვათ 5-10 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სტრატეგიას. კი ბატონო, სააგენტოს აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი ბიუჯეტი,
მოახერხეთ თამბეჭდავი შედარებითია და ეს ბიუჯეტი ნაწილდება რამდენიმე სეგმენტზე. პირველი ეს არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია, აღდგენა, ავარიული შენობების დიდი და პატარა მცირე პროექტები. შემდეგი არის არქეოლოგია, მასე ძალიან დიდი თანხები ხარჯავ, იმიტომ რომ მუდმივად მიდის არქეოლოგიური პროცესები, არქეოლოგიური ველებია გახსნილი, არის ექსპედიციები, ჩამოყვავს უცხოელი არქეოლოგები, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთან არის დეფიციტი სამწუხაროდ პროფესიების. ეს არაპოპულარული პროფესიები არ ყავს რესტავრატორები, ყავს არქეოლოგები, მაგრამ მცირე რაოდენობით. შესაბამისად, შემდეგი არის განათლება, უკვე საგანმანათლებლო კუთხე, ანუ ცნობიერების ამაღლება საზოგადოებაში და შემდეგი არის მარკეტინგი, მარკეტინგური, ანუ ღონისძიებები და რაც ხელს უწყობს ძეგლების პოპულარიზაციას. აი, განათლებასაც ამბობს თქვენ, მაგალითად გულისხმობთ თუ არა, შედარებით ნაკლებად პოპულარული პროფესიების მიმართ, ვთქვათ, მაგალითად დაფინანსებას სწავლის პროგრამის ან უფრო მეტი ინტერესის გაჩენას თუნდაც ახალ თაობაში. კი ბატონო, სააგენტო სხვათა შორის ყავს უკვე გაგზავნილი, ყავდა, ეხლა ამ წუთში არა, მაგრამ ყოველ აი პერმანენტულად თუ სადმე რაიმე ტრენინგი ან სადმე რაიმე ცოდნის ამაღლების თვის გამოჩნდა შესაძლებლობა, ყოველთვის უშვებს ეს გადამზადება ხდება. ნამდვილად არის, ამაზეც არის თავის თანხები დამოყოფილი. ეხლა მნიშვნელოვან პროექტებზე გეტყვით, ეს არის რა თქმა უნდა ჯინჯაო, იცით, იმიტომ რომ ეს ჩინელები ჩამოვიდნენ და აი გვეხმარებიან ამ ნივთების გაციფრულებაზე და შიდა ინტერიერის მოწყობაზე. ეს არის ორი მეჩეთი, ეს არის ჩვენი ეკლესია, საკათედრო ეკლესიის რეაბილიტაცია, ეს არის მუზეუმები უკვე გაიხსნა, მაგრამ პეტრასა და გონიოზე მუდმივი არქეოლოგიური კვლევებია და შესაბამისად ემატება მასალა და ხდება დამატებით ინფრასტრუქტურების მოწყობა და ასევე დაგეგმილი არის 7 ავარიული შენობის რეაბილიტაცია, ამაზე უკვე გამოყოფილია თანხები და კიდევ არის მცირე პროექტები, ეს არის გადახურვები დაზიანებული შენობების აღდგენა, ძელბათუნზე და მაგაზე შესყიდულია პროექტები, რომლებსაც უნდა ცოტა დრო პროექტის შესყიდვას ჭირდება დრო და ამის შემდეგ მოხდება მათი რეაბილიტაცია, აღდგენა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ეხლა უკვე ტენდერი დასრულდა და მოიგო თბილისურმა კომპანიამ ორიენტმა ყველა შენობაზე განთავსება QR კოდი. ეს QR კოდი გადაიყვანს ჩვენს საიტზე და იქ ქართულ და ინგლისურ ენაზე იქნება ისტორია. ჩვენ შევავსეთ ცოტა ისტორიული ნაწილი, უფრო გავამრავალფეროვნეთ და გარდა ამისა ეს არ არის მარტო ტურისტისთვის, ყველაფერი ტურისტისთვის არ უნდა გქონდეს, ცოტა ჩვენი ხალხსაც, ჩვენ ხალხს ეცოდინება, რომ ძეგლში ცხოვრობს და რომ აქ ვალდებულება, იმიტომ რომ ხშირად იყო სიტუაცია, რომ ადამიანი ამბობს, მე არ ვიცოდი, რომ რა ვალდებულებებს გულისხმობს საინტერესო. საერთოდ კანონშიც კი წერია, რომ ჩვენ ყველას უნდა გქონდეს მოქალაქეობრივი ჩვენი რაღაც აი ხარცინდისი და პასუხისგებლობა, ხო? შენც უნდა მოუარო, ანუ ყველაფერი ახლა მოდით ველოდოთ, რომ ვიღაცა გაგვიკეთებს, არა. იქ კანონშიც კი წერია, რომ მე პატრონეს ევალება ძეგლის მოვლა პატრონობა. თუმცა ეს არ ნიშნავს თვითნებურად მაგალითად ის თუ შეიცვალოს. რა თქმა უნდა, არ ნიშნავს ძეგლის შეცვლას, ხო, ჩვენ კი ვიცით, როგორი მინაშენებიც არის 90-იან წლებში დამახინჯებული არის ეზოები. ეხლა მოვლა პატრონობა იმას ნიშნავს, რომ შენ უნდა მოუარო ძეგლს, მაგრამ ნახეთ როგორი სიტუაცია, ინვესტორები ძალიან ახალისებენ ამ მეპატრონეებს. ერთ ოთახში 5 ოთახს პირდებიან, ანუ შედიან ძეგლში და ახალისებენ და გამოდის, რომ ეს ორი სოციალური ზვიგენი, ესე იგი, ერთი მხრივ ინვესტორი და მეორე მხრივ მეპატრონე იბრძვის, რომ დაინგრას. თუმცა მე ესეთი შემთხვევაც მქონია, რომ არ დავასახელებ ხა ერთი ცნობილი პიროვნება, ის ძალიან გამოდიოდა ძეგლის დამცველა, თუმცა მას რო შესთავაზეთ ერთ ოთახში 4 ოთახი, კი დარბოდა მე იმისთვის, რომ ეს დაანგრეულიყო. ამიტომ ამბობ, რომ რაღაცა ეს პასუხისგებლობა თუ შენ გიყვარს შენი ქალაქი, პირველ რიგში შენ უნდა გქონდეს. შენი სადარბაზოდან იწყება ყველაფერი, შენი ქუჩიდან იწყება. შენ თუ იქ დაყრი, იმას თუ გააფუჭებ, იმას ეხა დაჯდე და იცი რა ვინ დაგაყრის ხერს, ასეც არ არის, ხო? აი ბათუმში შევხედავთ ბათუმს უამრავი ესეთი ისტორიული შენობა დგას, თუმცა დღეს ვხედავთ რაღაცნაირად ტენდენციას თითქოს აი ამ ახალი შენობების. ზოგადად რა კრიტერიუმებით ფასდება და როგორ არეგულირებს თუნდაც და თქვენი
თქვა სააგენტო თუ არის ამაში ჩართული, რომ მეტნაკლებად შენარჩუნდეს ის იერსახე, რომელიც ბათუმსაც ძალიან უხდება. კი ბატონო, ჩვენთან შემოდის, როდესაც ზექრთან ახლოს ხდება რაღაც შენებლობა შემოდის, ცალკე იკრიბება მაგისთვის ზონალური საბჭო და ეს ზონალური საბჭო წყვეტს რა კრიტერიუმებით იმ საბჭოში რამდენიმე ადამიანი ზის და აი მათი ხმებით წყდება რაღაც შენებლობები. დიახ, არის კონტრასტი, რა თქმა უნდა, წარმოქმნილი, ეხლა ეს არ უნდა უარყოთ. ამიტომ ყოველთვის მეც ვისურვებდი და ჩვენი სააგენტოც ვიზულობს, რაც შეიძლება მეტი სპეციალისტი ჩაერთოს. როცა სპეციალისტი, მართლა სპეციალისტი ერთვება, იმ სპეციალისტს თავისი უნარები აქვს. იმან ყველა კი არის სწავლა. აი ეს ხელოვანი, ხო, ის ხელოვანი სხვა რაღაცას ხედავს, ხო, არქიტექტორი სხვა რაღაცას და აი რომ მოდის ეს უნარები ეხმარება, ის გემოვნებაც, ეს უნარებიც ეხმარება, რომ სწორად განსაზღვროს კრიტერიუმები და სწორად დაგეგმოს შენებლობა. თუმცა ქალაქი ცოცხალი ორგანიზმია და ანუ ვერ შევაჩერებთ მის განვითარებას. აი მაგალითად 10 მოსახლე და 10 კომლი და თუნდაც ინვესტორის იდეა და საკმარისია იმისთვის, რომ თქვათ ისტორიული შენობა დაინგრეს. არა, ისტორიული შენობის დანგრევა გამორიცხულია. ის კანონია. ამას, როდესაც ამას მრავალწლიანი ისტორია აქვს და შეიძლება კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ ჰქონდეს, თუმცა პოსტისტორიული. არის, ნახეთ, როგორც ეხლა ისევე მაშინ, ხო, უწინ შენდებოდა ხარისხიანი შენობები და უხარისხო მასალით. ყველას აქვს ვადა, ჩვენც გვაქვს ვადა, შენობასაც აქვს ვადა. აი, ბევრმა არის ის, რომ ბეტონის სილად იქცევა შემდეგ და იფშნება, ანუ ვადა აქვს. შესაბამისად, აი ესეთ ძეგლებს, რომელსაც დიდი ალბათობით ელოდება დანგრევა, კულტურული მემკვიდრეობა ამაგრებს და არესტავრირებს. არის შენობები, რომლებიც ჩვენივრად გას და იმ ახალ შენობებს შეიძლება ყოველ შემთხვევაში ძეგლის დანგრევა, რა თქმა უნდა, მიუღებელია, ყველა კანონით და ადამიანური თვალსაზრისითაც. შეუსაბამოა, რა თქმა უნდა, რომ ეს არის ჩვენი მემკვიდრეობა და ჩვენ თუ ისტორიას არ გავუფრთხილდით, მომავალიც არ გვექნება. ანუ ისტორია, ჩვენი ისტორია განსაზღვრავს ჩვენს მომავალს. მადლობა უყურეს. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. რომ მეკავით ჩვენთან ერთად. გამშვიდობებით. გადაცემის ამ ნაწილში უკვე ვსაუბრობთ საკმაოდ მნიშვნელოვან სიახლეზე 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია იწყება კოლეჯი ბლექსი რეგისტრაციას აცხადებს სამივე ლოკაციაზე ბათუმი, შუახევი და ქედა. უფრო ვრცლად პროფესიების შესახებ ვისაუბრებთ გიორგი გოგიტიძესთან ერთად კოლეჯი ბლექსის დირექტორი, რომელიც ჩვენთან ერთად არის. მოგზავნით ბატონო გიორგი. გამარჯობა, მოგზადით. მოგესალმებით. ხშირად გვიწევს ბოლო პერიოდში შეხვედრა და მით უმეტეს სიახლეებით. მიხარია რომ ვაანონსებთ კიდევ ერთ έτσι ვთქვათ სარეგისტრაციო და მიმღებეს ვთქვათ ეტაპს, რომელიც 28 აპრილიდან 20 მაისის ჩათვლით განხორციელდება. გითხარით უფრო ვრცლად პროფესიების შესახებ. სანამ უფრო ვრცლად ვისაუბრებდით, ვიდეო რგოლი ვიხილოთ, საიმიჯო ვიდეო რგოლი ბლექსის შემოქმედებითი გუნდის მიერ შექმნილი ვნახოთ. კულინარიის კურსზე არის მიღება? ო. აი გამზადებს თან ერთად და თან. არა, მაგარი გულია. ისე ვთქვათ, არის კულინარები, რომლებიც დასაკვირვებლად. აი საინტერესო არის ეთერში დიახ და ვსაუბრობდით, ზუსტად ჩართულები ვიყავით ამ კურსზე, რომელიც ითვალისწინებს, როგორც ნახეთ, კულინარიის, შემდუღებლის და სხვადასხვა მიმართულებით, ესე იგი, სტუდენტების მიღებას, ხო? მოგვიყევით ამ პროცესის შესახებ, ნიკო, ბოდის გიხდი რა. ზოგადად დიდი მადლობა მოწვევისათვის, ვინაიდან მნიშვნელოვანი საკითხია პროფესიული განათლება და ამ მნიშვნელობიდან გამომდინარე არის აქტუალური ეს საკითხიც. სწორედ აქედან გამომდინარე, მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე არის რომ წელიწადში ორჯერ ხდება მიღების გამოცხადება და ეს საშუალებას აძლევს მოქალაქეებს რომ მიიღონ მონაწილეობა პროფესიული განათლების შესწავლის პროცესში, მიიღონ პროფესია და შრომის ბაზარზე გაიკეთონ კარიერა დასაქმდნენ.
დაიწყო 28, ანუ დღეს დაიწყო 28 აპრილიდან რეგისტრაცია, 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება რეგისტრაცია, ხოლო შემდეგ მიღების პროცედურები, რომელსაც ქვია მოტივირებული გასაუბრება, არა мотиваციური გასაუბრება, ამდენად მოტივირებულია ამ პროფესიის მიმართ, ამ კუთხით ხდება მისი შემოწმება და შემდეგ ხდება ჩარიცხვა. აღსანიშნავია, რომ როგორც აღნიშნეთ, სამივე ლოკაციაზეა მიღება გამოცხადებული, ეს არის ბათუმის მისამართზე, ქედისა და შვახევის მისამართზე, მაგრამ ამავდროულად პროფესიული განათლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, მინდა განვაცხადო, რომ მხოლოდ ბლექსი არ აცხადებს მიღებას, საქართველოს მასშტაბით ყველა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანად ხდება მიღების გამოცხადება, როგორც საჯარო, ასევე კერძო კოლეჯებში, ასევე უმაღლესი განათლების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესიული მიმართულებაც აცხადებს მიღებას, ასე რომ ძალიან დიდი შესაძლებლობა ეძლევათ როგორც ახალგაზრდებს, ასევე დასრულებს იმისა, რომ მიიღონ ახალი პროფესია, გადამზადდნენ ახალი უნარებით და ხელი შეუწყონ როგორც პიროვნულ განვითარებას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. კი ბატონო, აი თქვენ ახსენეთ ბაზარზე დასაქმება ჩვენი წინასწარმეტყველის ეს თქვათ ნაზრები და გავიხსენე რომ თითქოს გარკვეული პროფესიები დღეს არ არის პოპულარული და ნაკლებად კი არა საერთოდ შეიძლება არ ყვავდეს იგივე რესტავრატორი და ასე შემდეგ. თქვენ რის მიხედვით არჩევთ ზოგადად პროფესიებს და რა რის საფუძველზე სთავაზობთ ეს თქვათ მოსახლეობას იმ პროფესიებს რომელიც დღეს ისწავლება ბლექსში. კი ბატონო, საინტერესო და აქტუალური თემაა. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ვართ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ანუ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული და დაფინანსებული ორგანიზაცია ვართ. ჩვენ დაფინანსების მოპოვებას ვერ განვახორციელებთ, ანუ პროგრამის დამატებას ვერ განვახორციელებთ, თუ არ იქნება შესაბამისი საფუძველი იმისა, რომ აღნიშნულ პროგრამაზე არის მოთხოვნა. მინიმუმ რამდენი ადამიანი უნდა იყოს დაინტერესებული? ჯერ შრომის ბაზრის კვლევა მიმდინარეობს, ანუ რამდენად არის მოთხოვნადი შრომის ბაზარზე და იგივე აი ბოდიში რომ გაწყვეტინებთ, თანამშრომლობა თუ შეგიძლიათ, აი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ჭირდება კადრები ამ მიმართულებით. თქვენ გადაამზადოთ, შემდგომ დაასაქმოთ, ისინიც მოგებული არიან, ადამიანებს დასაქმებული არიან, ამ მსგავსი ტიპის კოლაბორაციებს თუ ფიქრობთ? კი ბატონო, ჩვენს მიერ გამოშვებული კადრები, ასე რომ ვთქვათ, ანუ ის პროფესიონალური კადრები, რომლებიც შრომის ბაზარზე გადიან, შესაძლებელია ამავდროულად კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებითაც იმუშაონ, იმიტომ რომ რესტავრატორები ჭირდებათ და ვთქვათ, ჩვენი სამშენებლო მიმართულების პროგრამები სავსებით თავსებადია და იმდენად მაღალ პროფესიონალურ დონეზე სწავლობენ ჩვენთან, რომ თავისუფლად შეძლებენ ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებას, თანაც აღსანიშნავია, რომ როდესაც პროფესიონალურ კადრებს ამზადებთ, ისინი მზად არიან, რომ უფრო მარტივად მიიღონ ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებიც ყოველდღიურად იცვლება და ცვალებადი შრომის ბაზარი გვაქვს. აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ მუდმივად ვახდენთ ჩვენი პროგრამების გადახალისებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან მიმართებაში და გეტყვით, რომ ახლა უნარების სააგენტო მუშაობს ახალი ჩარჩო დოკუმენტების შემუშავებაზე და ყოველდღიურად ახალი პროგრამები ინერგება, ანუ მოდიფიცირება ხდება, ან ახალი პროგრამების დანერგვა ხდება სისტემაში. ასე რომ ანუ შრომის ბაზრიდან გამომდინარე ხდება ის თამდები პროცესები, რომელსაც ახალი პროგრამების დამატება ქვია და ამის საფუძველზე ხდება ჩვენთანაც პროგრამების დამატება და ამის საფუძველზე ხდება შესაბამისად მიღების გამოცხადება. და ის იმ პროგრამებზე ვაცხადებთ მიღებას, რომელი პროგრამებიც კოლეჯს აქვს და იმიტომ აქვს ეს პროგრამები, რომ არის დამსაქმებლების მხრიდან მოთხოვნადი. მეორე პრობლემა არის მოსახლეობის მხრიდან რამდენად პოპულარული და რამდენად მოთხოვნადია ეს აი რომელი არის ეს პროფესიები საინტერესოა. აქ გვაქვს ზოგ შემთხვევაში დისბალანსი, იმიტომ რომ შრომის ბაზარზე არის დიდი მოთხოვნა გარკვეული პროფესიების მიმართ, მაგრამ მოსახლეობაში ნაკლებად პოპულარულია და ეს გარკვეულ დეფიციტს ქმნის შრომის ბაზარზე. მოდით ვთქვათ ის პროფესიები, რომლებზეც უფრო მეტი მოთხოვნა არის შრომის ბაზარზე, რომ გარკვეულწილად მაყურებელში ფორმირდეს მის ეს თქო. აი მაგალითად სარესტორნო საქმე, სასტუმრო საქმე არის ძალიან დიდი მოთხოვნა, არის დასაქმებადი, 100%-იანი დასაქმება არის შესაძლებელი, მაგრამ შესაბამისი ანაზღაურებით შესაბამისი ანაზღაურებით, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ მოთხოვნა უფრო სხვა პროფესიებზე უფრო მეტია.
აი იგივე კულინარიის ხელოვნების მიმართულებით მოთხოვნა არის ძალიან დიდი, ანუ გასული წლების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ 30 ადგილზე იყო 480 განცხადება და ანუ კონკურსი არის ძალიან დიდი. ანუ პროფესიული განათლება ზოგადად ბოლო პერიოდში პოპულარული გახდა, მისი აქტუალობიდან გამომდინარე, აი თუ ავიღებთ საგანმანათლებლო სივრცეს და იმ ნორმატიულ აქტებს, რომელიც საგანმანათლებლო სივრცეს არეგულირებს, ეს არის უმაღლესი განათლების შესახებ კანონი, თქვათ ზოგადად საგანმანათლებლო დაწესებულების სკოლამდელის და პროფესიულის, ხო? ანუ პროფესიული განათლების კანონის პირველი უმთავრესი ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა. დანარჩენი სხვა უნარებს ემსახურება, ხო? და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის სწორედ პროფესიონალური კადრების მომზადება არის მნიშვნელოვანი და თაბუკაშვილი გამახსენდა მისი გამონათქვამი პროფესიონალიზმი არის პატრიოტიზმი. თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა გავაძლიეროთ, მაშინ უნდა მოვამზადოთ კარგი პროფესიონალური კადრები და უნდა მოვემზადოთ ჩვენ იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკასაც ხელი შეუწყოთ და პიროვნულ კარიერას და პიროვნულ განვითარებას. თანამედროვე ეკონომიკები დგას სწორედ პროფესიულ სასწავლებლებზე, აქ ნასწავლ ადამიანებზე და პროფესიული განათლება არაფერია თუ არა გქონდეს საკუთარი ხელობა, ხო? როდესაც გაქვს შენი ხელობა, შენ გაქვს სამუშაო, შენ გაქვს ხელფასი და შენ გაქვს ხვალინდელი დღე. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება როგორც ქვეყნის განვითარებისთვის, ასევე პიროვნული განვითარებისთვის, პროფესიულ განათლებას და ტყუილად არ არის, როდესაც დიდი შესვენება დროს უთმობს სწორედ ამ თემებს. მაინტერესებს წელს მიღება როგორ მოხდება, ხო? თქვენ ახსენეთ დიდი კონკურსი, დაახლოებით 30 ადგილზე 450 ადამიანი, ხო? აქ შერჩევითობის პრინციპი როგორია, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ადამიანი, როდესაც დაეუფლება იგივე კულინარიას, იგივე კონკრეტულ მიმართულებას თუნდაც შემდუღებლის პროფესიას ან კომპიუტერულ ტექნოლოგიურ სპეციალისტს, მას გარანტირებულად მეორე დღეს აქვს სამსახური. იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, თუ როგორი კადრების დეფიციტია დღეს საქართველოს შრომით ბაზარზე, ფაქტიურად დღეს პროფესიონალი ადამიანი, რომელიც ფლობს საკუთარ საქმეს ზედმიწევნით, უმუშევარი არ არის. კი ბატონო. სანამ კითხვაზე პასუხს გაგცემ, უბრალოდ პატარა განმარტებას მივცემ ფართო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ შერჩევით პროცესს გულისხმობ, ხო? ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ფართო მცნებაა და მარტივად რო ავხსნათ, არა მხოლოდ პიროვნული განვითარება შრომის ბაზრის მოთხოვნებს, ანუ ახალი ინვესტიციები რო წამოვიდეს, მარტივად რო ავხსნათ, ქარხანა რო გააკეთოს ბიზნესმენმა, თუ კადრები არ არის, შესაბამისად ვერ აწარმოებს. კი ბატონო. ამიტომ ინვესტიციები უშუალო კავშირშია. კი, ანუ ძალიან ბევრ პროცეს ეკონომიკურ ფაქტორებს ჭირდება ძირითადად პროფესიონალი კადრები და ადამიანური კაპიტალი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ბიზნესში და ანუ ჩვენ ამ ინვესტიციაში დებს სახელმწიფო ფულს და ამიტომ არის როგორც გრძელვადიანი პროგრამები, მოკლევადიანი პროგრამები, დუალური პროგრამები, ინტეგრირებული პროგრამები ძალიან დიდ შესაძლებლობას აძლევს მოსახლეობას, რომ ამ მიმართულებით განვითარდეს. რაც შეეხება მიღებებს, ჩვენ ბათუმის მისამართზე გვაქვს კულინარის ხელოვნების მიმართულებით მიღება, ელექტრიკოსის, ანუ სამშენებლო მიმართულებით, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით და დამეთანხმებით, რომ სამივე მიმართულება აქტუალურია, კულინარია მოგეხსენებათ და ელექტრიკოსიც სამშენებლო მიმართულებაც და ტურიზმის მიმართულებაც როგორ სწრაფად ვითარდება, ინფორმაციული ტექნოლოგიების არის. აი თქვენ რომელ მიმართულებას ურჩევდით დღეს ჩვენს მაყურებელს, რომელიც თქვენი აზრით შესაძლოა იმდენად მოთხოვნადი არ იყოს, როგორც კულინარია და ვთქვათ ინფორმაციული ტექნოლოგიები, მაგრამ მომავლისთვის თქვენ ხედავთ ამ მიმართულებით უდიდეს პერსპექტივას. პროფესია, რომელიც თქვი, სამივე კარგად დასაქმებადი პროფესია, მოთხოვნადია, აქ ადამიანის სურვილზე და უნარებზეა დამოკიდებული. თუ შენ კარგად გამოგდის და მოგწონს, თქვათ, კულინარიის მიმართულება, კულინარიის მიმართულებით უნდა წახვიდე, თუ მოგწონს ელექტროობა და ინჟინერია, ამ მიმართულებით უნდა წახვიდე. იმიტომ შენი საქმიანობა ამავდროულად გარდა შემოსავლის მიღებისა საინტერესო უნდა იყოს და უნდა გაბედნიერებდეს, რომ ეს არ იქცეს სამუშაოდ, უბრალოდ სამუშაოდ და იყოს ეს შენი ცხოვრების ნაწილი. აქედან გამომდინარე, ახალგაზრდებს, რომელსაც რა მიმართულებითაც
აქვს ინტერესი მიმართულებით უნდა აირჩიოს პროფესია და ყველა პროფესიას აქვს დიდი მომავალი, თავარია შენ ამ პროფესიის პროფესიონალი. ჩვენ ვიცით, რომ სამედიცინო მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის, თუმცა საკმაოდ დიდხნიანი განათლების მიღება უწევთ ხოლმე პროფესიონალ ექიმებს. ხო, თუ არ ვთქვი 9 წელია დღეს განათლების ჯანდაცვის. აქედან საექნო პროფესიას თუ აძლევთ საშუალებას დაეუფლონ, იგივე მედდები, მედძმები, საინტერესო ამ მიმართულებით თუ გეგმავთ. კოლეჯში არსებობდა, ამის ტრადიცია იყო, ექთნისა და კბილის ტექნიკოსის პროგრამები ჰქონდა, მაგრამ შრომის ბაზრის კვლევიდან გამომდინარე, ჩვენ უფრო პრიორიტეტულად სხვა მიმართულებები ჩავთეთ. ბათუმში არის კერძო დაწესებულებები, რომლებიც ამ მიმართულებით უფრო ძლიერად არიან, კარგად ფუნქციონირებენ და სახელმწიფო კერძოშიც აფინანსებს ამ მიმართულებას. მოქალაქეებს აქვს საშუალება, რომ მიმართონ კერძოს საკვალიფიკაციო პროგრამებზე და მიიღებენ სადაც სახელმწიფო დააფინანსებს. შვახების შემთხვევაში როგორია სურათი? შვახებში გვაქვს შემდუღებლის და ელექტრიკოსის პროფესია, რომელიც აქტუალურია, ვინაიდან ელექტრიკოსი მოგეხსენებათ, რომ ჰესების მშენებლობა მიმდინარეობს და ამ კუთხით არის მოთხოვნადი, აგრეთვე მოთხოვნადია როგორც ენერგოპროს მიმართულებით, ანუ საელექტროს კუთხით, აგრეთვე შემდუღებელი გაზიფიცირების პროცესი მიმდინარეობს ზემოაჭარაში და აქტუალური და მოთხოვნადია. გარდა ამისა, არა მარტო შვახებში, არამედ მათ შესაძლებლობა აქვთ, რომ ბათუმშიც დასაქმდნენ, შესაძლებლობა აქვთ, რომ საზღვაო მიმართულებით გაიკეთონ კარიერა. აქვთ რაღაც გარკვეული მხარდაჭერა მათ? მხარდაჭერა აქვთ, სწავლა დაფინანსებულია, შესაბამისად საცხოვრებელი სახლი მაგალითად ამ მიმართულებით. საცხოვრებელი არ არის, მაგრამ ის მდებარეობა, სადაც მდებარეობს ჩვენი კოლეჯი, მოსახერხებელია შვახების მუნიციპალიტეტის ყველა ცხოვრებლისათვის. ბატონ გიორგი, მოდით მივიდეთ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან თემაზე, გაფაცისებით ადევნებს ახლა დარწმუნებული ვარ ჩვენი მაყურებელი ამ დიალოგს თვალყურს. შერჩევის პროცესი რამდენად გამჭირვალეა, როგორ ხდება ეს ტესტირება, იმიტომ რომ კონკურსი დიდია, როგორც თქვენ ახსენეთ, თითო ადგილზე მოდის ძალიან ბევრი ბენეფიციარი, აქედან გამომდინარე, როგორ უნდა მოხვდნენ ადამიანები, სტუდენტები თქვენ სასწავლებლად. შერჩევის კუთხით ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი პირობები, რომ სუბიექტური გადაწყვეტილების მიღება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. შესაბამისად, კომისიებში მუშაობენ გარე მოწვეული პირები. მაგალითად, როცა დუალურის მიმართულებით გვაქვს მიღება, ვიწვევთ თვითონ დამსაქმებლის ან შეფსარებელს ან ხო HR მენეჯერები, რომლებიც თავად არჩევენ მათთვის კადრს და ისინი დაინტერესებული არიან, რომ აიყვანონ ისეთი კადრი, რომელიც არის მოტივირებული და რომელსაც აქვს შესაბამისი უნარები. აქედან გამომდინარე, მინიმუმამდეა დაყვანილი იმის ალბათობა, რომ დამსაქმებელს ვერ ეტყვის, რომ აი ეს კადრი აიყვანე, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თუ ტენდენციურია რაღაც უნდა თქვა, აქ მოსვლა პირდაპირ არც თანამშრომლებს შეგბეტონ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა კოლეჯის წარმომადგენლებსაც ვიწყებთ, თქვათ, რომ არ იყოს მინიმუმამდეა დაყვანილი შიდა ჩვენ მხოლოდ ადმინისტრირების კუთხით ვარ ჩართული, რომ არ მოხდეს რაღაც მიკერძოებულობა. ამიტომ ალბათ ყურადღება უნდა მივაქციოთ და მიაქციოს სწორედ პრეტენდენტ მსურველმა სამოტივაციო გასაუბრებას, რომელიც ან უნდა დაანახოს კომისიას, რომ ის არის მოწადინებული იმისათვის, რომ ეს პროფესია შეიძინოს, ამ მიმართულებით აქვს ინტერესი და რომ სამომავლოდ გაიკეთებს კარიერას ამ მიმართულებით. აი მომავალზე საუბრობთ და საინტერესოა მაგალითად თუ გაქვთ სამომავლოდ გეგმაში კვალიფიკაციის სასამაღლებლად ნებისმიერ თუნდაც ევროპულ სხვა კოლეჯთან თანამშრომლობა, თუ არის მსგავსი ინიციატივები და საერთოდ კოლეჯის დამთავრების შემდეგ რა ასე ვთქვათ ბენეფიტები აქვს და მხარდაჭერები კოლეჯისგან. ამ კითხვისთვის, იმიტომ რომ გამორჩებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც ახლა დღეს მიმდინარეობს ჩვენთან კოლეჯში.
კანონი პროფესიული განათლების შესახებ ითვალისწინებს ერთ-ერთი მიზანი არის პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას და ინტეგრაციას ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან. აქედან გამომდინარე, აი დღეს ჩვენთან უკვე სტუმრად მოვიდა გერმანელი ექსპერტი, ეს არის სინიორ ექსპერტის პროგრამა არის, რომელიც 3 კვირის განმავლობაში იქნება ჩვენთან, საკმაოდ წარმატებული ტრენერი, რომელიც მოღვაწეობდა ევროპაში, მოავლინეს ჩვენთან კოლეჯში უნარების სააგენტოსა და სამინისტროს შუამდგომლობით და 3 კვირის განმავლობაში ჩაატარებს მასტერ კლასებს კონდიტერიის მიმართულებით. ჩვენ გვყავდა მოწვეული გასულ წელს შემდუღებლის მიმართულებით და შემდეგ ჩვენი პედაგოგები წავიდნენ გერმანიაში და იქ აიმაღლეს კვალიფიკაცია, აგრეთვე აჭარის განათლების და სპორტის სამინისტროს პროექტში ვარ ჩართული უკვე მესამე წელია, სადაც ჩვენს პედაგოგებს აფინანსებენ უცხოეთში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით და წელს კოლეჯ ბლექსის და ახალი ტალღის 10 პედაგოგი გადამზადება ამ პროგრამის ფარგლებში და აგრეთვე ჩავერთეთ ერასმუსის პროექტში საბერძნეთთან ერთად, რომელშიც რამდენიმე ქვეყანა არის ჩართული და ერთობლივ პროგრამებს განვახორციელებთ. აგრეთვე მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს ვორსხილ ჯორჯიას გამარჯვებული იყო ჩვენი კონდიტერიის სტუდენტი, რომელმაც საფრანგეთში მსოფლიოს ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა და ეს არის ერთ-ერთი კარგი საშუალება კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, ცნობიერების გაფართოებისათვის და პროფესიონალ კადრად ჩამოყალიბებისათვის. დიდი მადლობა. იგი გოგიტიძე გახდათ ჩვენი სტუმარი კოლეჯ ბლექსის დირექტორი. გემშტავებთ. დიდი მადლობა. საინტერესოა მეგობრებო, რომელ დამატებით პროფესიას აირჩევდით, ეხლა რო არჩევანის საშუალება გქონდეთ. ნიკო, მითხარი. აი, თქვენ ხო ვერასდროს რო წარმოიდგენთ, ჩემი ერთ-ერთი პროფესია კიდე რა შეიძლება იყოს? აბა ჩემი რა შეიძლება. მოდი მე ვიტყვი. მე მაგალითად სიამოვნებით დავეუფლებოდი კულინარიის კურსებს და ამ კუთხით პროფესიულ სასწავლებელში დიდი სიამოვნებით, ესე იგი. მე მოგუნცადებდი გამდე. სიამოვნებით. და დაგპატიჟებდით ჩემთან სახლში. ჩემი ერთ-ერთი პროფესია გახდა ბუღალტერი, წარმოიდგინეთ, ეს მე შეიძლება და მსგავს. ბუღალტერი? საკმაოდ კარგი ბუღალტერი იქნებოდი. მაგრამ ალბათ ელეცამყვანი უფრო კარგი. ანი, ეს პროფესია მაქვს. რეჟისორი. ერთ-ერთი პროფესია, რომელსაც ვერასდროს ვერ ვიფიქრებდი, თუ შეიძლება გქონოდა. და კიდევ ბოლო დროს ძალიან დავინტერესდი ეზოთერიკით. აი თან ახსენა ჩვენმა სტუმარმა სხვათა შორის ქალბატონმა სოფიო სანიკიძემ, რომ ქართული შელოცვებიც კი არის. იმიტომ დავინტერესდი. უძველესია და საკმაოდ ამას სიუჟეტის გაკეთებაც შეიძლება. აი მე სიამოვნებით ნიკო შემდგებლის როლი ჩვენ არავის შეურაცხყოფას არ ვაყენებ პირიქით. აი რესტავრატორი გავხდებოდი სიამოვნებით. რესტავრატორი კარგია. ზოგადად ხო რაღაცა. რასაც შედუღებაც საჭიროა რესტავრაციის. ხო, და ალბათ ეს იქნებოდა ის პროფესია, რომელსაც დავეუფლებოდი, მით უმეტეს რომ არა ერთი საინტერესო კულტურული. თუმცა ნიკო შესანიშნავი და ჩინებული თანაწამყვანია, მაგრამ თუ სრული ექნება, ესე იგი პროფესიული განათლება შეგიძლია შეუთავსო. ყოველთვის კარგი. ისე როგორც რამდენიმე პროფესია მაქვს, რომელსაც ჯერჯერობით ვერ ვიყენებ. მუსიკოსიც ხარ, ფრინავის პროფესიაზე თუ გიფიქრიათ. არა, მე მეშინია სიმაღლის. მეც ფობია მაქვს სიმაღლის და აქედან გამომდინარე. ჩემში შარახავხება. არის სამიფიქრე სიმაღლერები. ფრინავის ბაშლის ხეზეც კი არ ავდიოდი, ძალიან მაღლა რომ არ ჩამოვარდნილიყავი. ბაშლის კონკრეტულად რატო? თვითფრინავის თუ გეშინია. რო თქვი ეზოთერიკულად მინიშნა. თვითფრინავში არ ვარ ჯერ ნაპყოფი. აჰა. არ მიმგზავრია თვითფრინავში. ამას იმიტომ ტურბულენტურ ზონაშიც კი სიამოვნებას ვიღებ ახლა. აჰა. ვაუ. ამას რატო გეკითხებით? იცი, დღეს მფრინავების საერთაშორისო დღეა. ჩვენმა კორესპონდენტმა შესანიშნავა ქეთა ჩუთლაშვილმა რეპორტაჟი მოგვიმზადა, რომელსაც თქვენთან ერთად ვნახავთ, თუმცა მანამდე ყველა მფრინავს ვულოცავ დღევანდელ დღეს და აქვე არ შემილია არ გამოუყო ჩვენი განუმეორებელი ფადიკო გოგიტიძე, რომლის სკულპტურაც ამშვენებს 6 მაისის პარკს. ეს გახლავთ პირველი ქალი მფრინავი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართულ ავიაციას. დღეს კი ქართული ავიაცია შთამბეშტავად გამოიყურება. საერთოდ ჯამში 150
მფრინავი გვყავს, ეგრეთ წოდებული პილოტი, რომელთაგანაც ერთადერთი ქალია და ეს გახლავთ მაგდა ქააძე Boeing 727-ის მფრინავი. დანარჩენს კი უკვე სიუჟეტიდან შევიტყობთ მფრინავთა დღესთან დაკავშირებით. ფრენას თავისუფლებას შევადარებდი, რადგან ყოველგვარი ფრენისას გამორჩეულად გრძნობ თავისუფლებას და თავისუფლების შეგრძნება ალბათ ავიაციაში ყველაზე მეტად გამორჩევა. ზღაპრები ყოველთვის იქმნება ცისფერებით, იმ სივრცით, სადაც თავისუფლება უსასრულოა. ჩემი რესპონდენტი კი ამ ზღაპრს მთელი ცხოვრება რეალობად ქმნიდა. ერთხელ ბავშვობაში მან შეხედა ცას და გადაწყვიტა მფრინავი გამოსულიყო. ოცნების ერთგულით დარჩა და დღეს ის სწორედ იქ არის, სადაც ყველაზე დიდ თავისუფლებას გრძნობენ. ღრუბლებს ზემოთ სამყაროს უსასრულო სივრცეში. გაიცანით ახალგაზრდა მფრინავი თედო დიასამიძე. პროფესია მფრინავობა ჩემთვის პროფესიამდე ოცნება იყო ყოველთვის. ბავშვობიდან მოყოლებული ოცნებობდი თავიდან. აი პატარა ასაკში ალბათ საუბარი რო დავიწყე და უკვე სასკოლო პერიოდში ოცნებობდი რომ კოსმონავტი გამოსულიყავი, მაგრამ ну ცოტა შეიცვალა, უფრო სერიოზული გახდა ჩემი ფიქრები, ჩემი აზრები და ჩემი ოცნება გადაიქცა პროფესია მფრინავობად. ყოველთვის ამაზე ვფიქრობდი, სკოლის პერიოდში ცაში ვიხედებოდი და სულ თვითმფრინავებზე ვფიქრობდი. გახლავართ first officer-ი, ეგრეთ წოდებული მეორე მფრინავი, ბევრი ფრენა, ბევრ საინტერესო რამეს მოიცავს. ყველაზე მეტად გამოყო პასუხისმგებლობის გზნობას, რომელიცაც თვითონ ეს პროფესია და ალბათ სხვა ნებისმიერი საქმიანობაც მოითხოვს. არ არსებობს დღე, რეისი, როდესაც მე ავფრინდები სულ ვიხედები ილუმინატორიდან, სულ ვიხედები გარეთ და ეს სიამოვნებას მაინტერესებს, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან განსაკუთრებულია, ყოველი შემდეგი ფრენა, ყოველი ფრენა განსხვავებულია. თუ გქონიათ მგზავრისგან ისეთი წამოსული სიტყვები, რაც არასდროს დაგავიწყდებათ? კი, ნამდვილად იყო ესეთი ახალგაზრდული მქონდა ფრენა. აი, მგზავრების ჩამოსხდომის დროს გამოვედი კაბინიდან და ერთ-ერთი მგზავრისგან მახსოვს, რომ ძალიან რბილი დაშვება იყო, საერთოდ ვერ ვიგზენი, როდის გაჩერდა თვითმფრინავიოთ. ძალიან ახალი იყო ჩვენთვის და მაშინ რო რაღაც ესე ვთქვათ შექება რო დავიმსახურე, ძალიან მესიამოვნა და კი, ნამდვილად გროვდება ესეთი რაღაცეები და ძალიან სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, ყოველთვის. იმ მგზავრებს, ვისაც გეშინიათ მოულოდნელი ცუდი ამინდისა და ქარის ძალის, გეტყვით, ეს ბუნებრივია. და სანერვიულო და საში არაფერია, თუ იქ რაღაც ზღვარს წდება, თუნდაც ქარის სიჩქარე, ქარის მიმართულება და ასე შემდეგ, ჩვენ აუცილებლად წავალთ ალტერნატიულ აეროპორტზე და არ გამოვიყენებთ იმ აეროპორტს დაჯდომისათვის. ბევრს საინტერესებს, ესმით თუ არა მფრინავებს მგზავრების ტაშისხმა. პასუხი ასეთია. ჩვენ მაგ დროს გადართული ვართ, ძალიან ბევრი სამუშაო და საქმე გვაქვს დაგროვილი მაგ მომენტში და შესაბამისად არ გვესმის, მაგრამ გვეუბნებიან ბორტგამყოლები და ძალიან სასიამოვნო ფაქტია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ძალიან ყველა თითოეულ მათგანს ჩვენგანაც ძალიან დიდი მადლობა აი ამ დაფასებისთვის. შეუძლია ფრენას განწყობის შეცვლა? რა თქმა უნდა, ყოველთვის საუკეთესო განწყობა მოაქვს ჩვენთვის და ყოველთვის ვაბედნიერებს ყოველი გაფრენა. სად უფრო ბედნიერად გრძნობთ თავს? რა თქმა უნდა, ცაში, რადგან მფრინავობა არ არის მხოლოდ პროფესია. ეს არის საქმიანობა, რომელთაც ჩვენ ცხოვრობთ. რომელიც საქმიანობითაც ჩვენ ყოველდღიურობთ და ყოველი აი ეს აფრენა და მოწყვეტა ამ სამყაროს და აი რაღაც სხვა თითქოს სხვა ემოციაში და სხვა სამყაროში გადავდივართ, მხოლოდ ვართ ჩვენ ეკიპაჟი და მგზავრები, რომელთან ერთად ვატარებთ აი ამ რაღაც დროის მონაკვეთ ჩვენი ცხოვრებიდან. მე ეკიპაჟი და მგზავრები, როცა გულით გინდა შეუძლებელი არაფერია. ფრენის თითოეული წამი არის ახალი თავგადასავალი, სადაც გრძნობ თავისუფლებასა და სამყაროს უსასრულობას. ყოველთვის ესეთ გზას ვირჩევ ცხოვრებაში, რაც შეიძლება მეტი მოძრაობა და რაც შეიძლება მეტი განვითარება. მადლობა ქეთას შესანიშნავი რეპორტაჟისთვის. მადლობა, სტუმარი შემოგვიერთდა უკვე და შეგვიძლია წარვადგინოთ პოეტი ნიკოლოზ ფუტკარაძე. პოეზიაზე ვისაუბრებთ, დღეს არის პოეზიის კითხვის მსოფლიო დღე. და განსაკუთრებით 21 საუკუნეში, როდესაც ეს ფაქტობრივად განვითარება ტექნოლოგიების, ეს ყველაფერი ძალიან ხმაურობს, ქალაქში არის ძალიან ბევრი კაკოფონია და ამის ფონზე პოეზიის ხმა კიდევ უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი გახდა. თუმცა, რამდენად აქტუალურია პოეზია ახლა 21 საუკუნეში, ამ თემაზე ვცადოთ თავად ნიკოლოზი ისაუბრებს. ნიკოლოზ, მოდი დავიწყოთ ყველაზე რთულით. რა არის მთავარი მისია დღევანდელობაში, პოეზიის მთავარი მისია?
პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები მაყურებელს. რთულია პოეზიის მისიაზე ისაუბრო. ძალიან ინდივიდუალურია რა, პიროვნებიდან. თან იცვლება ალბათ დროთა განმავლობაში, ხო? აი რაღაც უნივერსალური მისია მე მგონი არ არის, ხო? აი რელევანტური არ არის ხო უნივერსალური მისია, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად ხელოვანს და არტისტს, რომელიც ქმნის ხელოვნებას, შეიძლება ქმნის მუსიკას, შეიძლება პოეზიას მნიშვნელობა არ აქვს. არის რაღაც უნივერსალური იდეის, ესე ვთქვათ, ფრაგმენტები რა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის იდენტური იყო შენს ხალხთან, შენს ქვეყანასთან, შენს მკითხველთან რა, შენს მაყურებელთან. და იყო პოეტი ჩემთვის პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ იცოდე ხალხის ნება. და ახლოს იყო იმ პროცესებთან, რასაც გადის შენი ერი, ესე ვთქვათ რა. იმიტომ რომ პოეზია სჭირდება ძალიან მაღალი დონის გულწრფელობა და ამ გულწრფელობის პოვნა საკუთარი თავის აღმოჩენა ჯერ და პოვნა ისე რომ 100% გულწრფელი იყო არის ძალიან რთული და ეს წარმოუდგენელია თუ არ მიხვალ ახლოს შენს იდენტობასთან რა, შენს ფესვებთან, შენს ქვეყანასთან, შენს ხალხთან. ვფიქრობ აქედან იწყება. ჩემ შემთხვევაში მაგალითად ძირითადად ხოლმე წერას იწყებენ უფრო აი სიყვარულის გამო რა, აი პირველი ლექსი ეგრეა. იმიტომ პერსონალური დიდი ტკივილი და კი, რაღაც ემოცია არის, რომლის გაზიარებაც გინდა და რთულად გასაზიარებელია ყველასთვის. ამიტომ ფურცელი ყველაზე წყნარი მსმენელია, ესე ვთქვათ, ხო? თუმცა ხა ჩემ შემთხვევაში 2008 წელს დავიწყე, 8 წლის ვიყავი წერა რომ დავიწყე და ომის კადრების გამო დავიწყე რა, სამშობლომ დამაწყებინა წერა. და ნუ რა თქმა უნდა შემდეგ თემატიკა მრავალფეროვანია, თუმცა დაუბრუნდები ისე მთავარ საკითხს, რომ აი რაღაცა მთავარი მოვლენა პოეტისთვის მაინც ყოველთვის არის ის სატკივარი, რაც გააძლევს ემოციას, რომ წერო რა. ყველაზე მნიშვნელოვანი საწვავი ეგ არის. კი, ტკივილი და ბრაზი, ხო, ალბათ არის კატალიზატორი. სხვადასხვა ემოციები. ნიკოლოზ ბუდიშანი მითქითხება. აი თანამედროვეობაზე უფრო ვცლად რომ ვისაუბროთ, ახლა 14 აპრილს საუბრობდით დედაენის დღეზე და ვისაუბრეთ იმაზე, როგორ განიცდის ტრანსფორმაციას და მოდიფიკაციას ენა ცოცხალი ორგანიზმი დროთა განმავლობაში და ვახსენეთ ახალი თაობა, რომელსაც თავიანთი ტერმინოლოგია აქვს და ხშირად ვერ ხვდებით, რაც გვეუბნებიან, დაგვრცინიან, სერიოზულად გვაპარაკებ, ვერ ვიგებთ და ზოგადად ვეუხერხულება იმის თქმაც, რომ არ გვესმის მათი, ხო? აი ამ მიმართულებით, აი პოეზიამ რაც ცვლილებები შეიძლება რომ განიცადოს თქვენი აზრით. ეს სიტყვები დამკვიდრდება, ამით უნდა გაჯერდეს პოეზია თუ ის სუფთა ქართული არ უნდა დაიკარგოს. ზოგადად რა ჩარჩოები აქვს პოეზიას? მთელი ამბავიც მაგაშია სწორედ რომ პოეზიას ჩარჩო არა აქვს და ყველაფერი შეიძლება გამოიყენო ისე რომ აქციო პოეზიად, მაგრამ ძალიან სათუთი თემა არის ეგ ყველაფერი რა. თანამედროვე სამყაროში ძალიან ბევრი ბარბარიზმია და ძალიან დაბინძურდა ენა. ეს ერთ-ერთი პრობლემა არის დღეს. და მე მაგალითად ნაკლებად მხვდება ავტორები, რომლებიც ამ სპეციფიკას იყენებენ პოეზიაში რა. მაინც პოეზიისთვის ჩემი აზრით მიუღებელია. არის რაღაც სიტყვები, რომელიც ფიზიკურად ვერ იქნებოდა ქართულ ენაში, იმიტომ რომ ინოვაციებმა მოიტანა, ასე ვთქვათ, ახალი საკითხები და დანერგა და ამას იყენებს ბევრი ავტორი და ძალიან ბევრი არტისტი ძალიან კარგად და ეს რა თქმა უნდა მისაღებია. რელევანტური არის, ხო? ხო, თუმცა აი ესე ვთქვათ, იმ შესატყვისის ესე ვთქვათ, თარგმნა ინგლისურ ენაზე და იმის გამოყენება, რაც შეიძლება დამკვიდრდა დღეს აი მაგალითად ვაიბის დამკვიდრება ან რაღაცა პოეზიაში ნაკლებად შემიმჩნევია და ცოტა რთულიც არის, იმიტომ რომ გვაქვს ესეთი ენა, რომელსაც აქვს ძალიან ფართო სპექტრის არჩევანი, ესე ვთქვათ, სიტყვებში რა, გვაქვს ამ მრავალფეროვანი ენა, ესეც საინტერესოა. საკმაოდ მოსახერხებელი ენაა, ჩემს მეგობრებთან საუბრობდი, რომ ანუ რამდენი ავტორი არსებობს, რამდენი პოეტი არსებობს და ძირითადად ეს მეტაფორები ხო აი წვიმაზეა, მთვარეზეა, ღამეზეა, თუმცა მაინც ძალიან ბევრი კომბინაციაა ამ მეტაფორების და არ მეორდება რა, პირიქით უმჯობესდება, უფრო ლამაზდება, უფრო მრავალფეროვანი ხდება. და საინტერესო ხდება მკითხველისთვისაც რა. აი სტრუქტურულად თუ განიცდის პოეზია ცვლილებას, იმიტომ ადრე მეტად მეტაფორული იყო თითქოს. აი არ ვიცი, წაიკითხავდი ამბავს მერანზე და უნდა გეგულისხმაკ შენი თავი ან შენი ქვეყნის წარსული. აი ახლა უფრო ერთმნიშვნელოვანი და პირდაპირპროპორციული გახდა თუ აი ამ სიმბოლურ დინამიკას ინარჩუნებს თან? შეიცვალა რაღაც მხრივ პოსტმოდერნიზმმა მაინც თავისი რაღაცა
ცვლილება მოუტანა რა. უკვე ხშირად ხვდებით უკვე ურითმო ლექსს. შეიძლება ის იყოს თეთრი ლექსი, შეიძლება ის იყოს ვერლიბრს აქვს შიდა რითმები მაგალითად რა. ესე არ არის უბრალოდ რაღაცა უსტრუქტურო იყოს და რაც გინდა ის წერე. და სხვათა შორის აი ბევრი შეიძლება ისე უყურებდეს რომ ლექსი არ არის რითმა არ აქვს რა, მაგრამ საერთოდ არ არის ეგრე, ძალიან რთულად საწერია. და ის თავისუფლება რომ ესე ვთქვათ, შენ არ გაქვს გასარითმი, ამიტომ შეგიძლია აზრი ძალიან სრულად ჩამოაყალიბო, ეგრე მარტივადაც არ არის რა, იმასაც თავისი ტექნიკა აქვს და რაღაც ცოდნა სჭირდება რა, პრაქტიკა სჭირდება, რომ ეს შენი აზრები იმ ფორმაში მოათავსო, ესე ვთქვათ. ამიტომ კი განიცდის ცვლილებებს, ეხა თანამედროვე ავტორებს მეტად ვხედავთ უფრო ვერლიბრში, ქართულ თანამედროვე ავტორებს, რა ძალიან სასიამოვნოა და სხვათა შორის ვიტყვი იმასაც, რომ ანუ მეტაფორების, ხატრული სახეების, საერთოდ არ ჩამოუვარდება იმ ლექსის ტექნიკებს, რომელიც აი ადრე მქონდა უფრო რაღაც ცისფერ ყანწელების ეპოქიდან მოყოლებული და სონეტები, კლასიკური ლექსი და ასე შემდეგ რა. სოფლიოში რა ტენდენციებია? სოფლიოშიც მსგავსი ტენდენციებია, თუმცა გასათვალისწინებელია აი ქვეყნების მიხედვით, იმიტომ რომ ხა მაგალითად იაპონიაში და იქით ჰაიკუ და ბევრი ისეთი ლექსის სტილი არის ძალიან მცირე ფორმაში და იქ სხვანაირად ვითარდება საერთოდ სხვა პოეზია და რეპი მინდა გკითხოთ. ახლა მასმის აქ ვიღაც რო იყოს მუსიკად მცოდნე კიდევ უფრო კომპეტენტური საუბარი წარიმართავდა, მაგრამ რამდენად არის რეპი პოეზია? იმიტომ იქაც ხო რეჩიტატივია, რომელიც ირითმება, მასშიც არის სკანდირებს რაღაც კონკრეტულ სათქმელს მუსიკოსი. თუმცა პოეზიას თითქოს მაინც სხვა ნიშა უჭირავს. ჩემი სუბიექტური აზრი ესეთია, რომ ლექს თვითონ პოეზიას ესე ცალკე გამოყოფილად მუსიკა არ ჭირდება, იმიტომ რომ მუსიკა არის იქ. ლექსი ამას ნიშნავს, რომ ეს არის რაღაც აზრების, სიტყვების და მხატვრული სახეების კომბინაცია, რომელიც მუსიკალური ფორმით არის მოტანილი. ყოველ შემთხვევაში მუსიკალური ფორმით თუ არა, რაღაც სტრუქტურა აქვს ისეთი, სადაც იგრძნობა ეს ტემპი რა, რაც ქმნის ამ მუსიკის ხიბლს ქმნის. თუმცა რა თქმა უნდა, ძალიან მჭიდრო კავშირშია, იმიტომ რომ რეპი უკვე ისეთი მუსიკა, რომელშიც ტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია რა, ფუნდამენტურია, ხო? და ამ შემთხვევაში შეიძლება მოვისმენთ რაღაც სიმღერები, რომელსაც ძალიან ლაითი ტექსტი ჰქონდეს, აი ეს კლასიკური მუსიკიდან და ასე შემდეგ, თუმცა ნუ ეგ ჩვეულებრივი ამბავია. რეპში უკვე ძალიან მნიშვნელოვანია ტექსტი, ამიტომ პირდაპირ მასაც აქვს მნიშვნელოვანი. კი ბატონო. გადაწყვეტილება მაგალითად პოპში შეიძლება არ ქონდეს მნიშვნელობა ტექსტს მუსიკაში და მის რიტმს, თუმცა რეპში აუცილებლად. აუცილებლად აქვს მნიშვნელობა, ამიტომ პირდაპირ კავშირშია. მაგრამ დღეს მაგალითად ამბობენ, რომ აი უკვე პოეტები აღარ არსებობენ, ესე ამბობენ. უკვე რეპერები არიან რა, ანუ სადღაც თუ იყო ადრე მაგალითად რაღაც აკაკი წერეთელი, დღეს აკაკი წერეთელი თანამედროვე ვერსიაში შეიძლება იყოს ვიღაც რეპერი რა. რასაც მე მაგალითად კატეგორიულად ვემიჯნები. იმიტომ რომ აი მით უმეტეს იმ პოეტებს როცა ვეხებით ეპოქას, ხო? აი ძალიან რასაც თავშივე ვამბობდი რა, ფესვებთან აქვს ძალიან დიდი კავშირი ამ ყველაფერს შენი ქვეყნის იდენტობასთან და აი თავიდან ბოლომდე მაგის გამონაზრდია. თანამედროვე რეპიც ეგეთია, ძალიან სოციალურია, საუბრობს ქვეყანაზე, საუბრობს მოცემულობებზე, საუბრობს ეკონომიკაზე, ყველაფერზე საერთოდ და ძალიან მრავალფეროვანია. თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ის რაც აქვს რეპს თავისთავად, ხო, ის ბითი და რაღაცეები, მაინც სრულიად სხვა ხდის პოეზიისგან რა. აი იმ ტექსტს ესე იგი სჭირდება რაღაცა ბექგრაუნდი იმისთვის, რომ მეტად წარმოჩნდეს. და ხასიათი სხვა გაზებულია რეპერი, როცა რეჩიტატივს კითხულობს და პრინციპში პოეტიც როცა კითხულობს თავის ნაწარმოებს. მე ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე მე-19 საუკუნის საქართველოს, მე-20 საუკუნის საქართველოს, სადაც ესე იგი მაშინ არ არსებობდა ციფრული სამყარო, მაშინ არ არსებობდა, ხო? ეს ეგრეთ წოდებული гаджеტები, საერთოდ არ იყო ინტერნეტი, საერთოდ არ იყო, თქვათ, ადამიანების სოციალური მდგომარეობა არ იყო ძალიან მაღალი, ხო? და აქ წარმოჩნდებოდნენ ხოლმე პოეტები, ხო, რომლებიც ესე იგი თავისი ლექსებით მოაჯადოვებდნენ მიჯნურებს, ადამიანებს და ესენი იყვნენ ესენი იყვნენ იმ დროის, ესე რომ ვთქვათ, განმანათლებლები, ეს თუ არ ჩამითვლება რაღაც
ხო ხა პოლიტიკოსების უმეტესობა ორატორები მიხავდათ ქალაქის მიმართულება, ხო? იწერებოდა სიმღერების სხვადასხვა თემატიკაზე, იდგმებოდა სალონური საღამოები, სადაც თქვა აღფრთოვანებით ისმენდნენ ხოლმე მგოსნის მიერ წარმოთქმულ სხვადასხვა სოციალურ მესიჯებს და მოჯადოვდებოდა ხოლმე ზოგიერთი მანდილოსანი. დღეს როგორი სიტუაციაა, ეს მაინტერესებს. იყოს თუ იმ დროს უნდა შევთანხმდეთ, რომ მგოსანი იყო საღამოს ორატორი, ესე რომ თქვა, ქართულად. დიდი მანიპულატორი. საღამოს ორატორი, მანიპულატორი და ქალაქის მაჯის გულისმცემელი. დღეს ეს პოეტური აღტკინება რჩება, თქვა, აკადემიურობაში, თუ სადღაც დაიკარგა, ეს მაინტერესებს. ადამიანს მანდილოსანს, თქვა, უნდა ერჩივნოს მიჯნურის მიერ მიწყვნილი ლექსი, თუ მას გარკვეულწილად რაღაც iPhone-ი ან სხვა საჩუქარი ურჩევნია. თქვენ როგორ ფიქრობთ, საით მიდის ეს ყველაფერი მაინტერესებს? მე პირადად ვფიქრობ, რომ ეს სამყარო, რომელშიც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, ძალიან ქაოტური არის და ამ სამყაროში ადამიანები ხშირად იკარგებიან, იმიტომ რომ ძალიან დიდი არჩევანი და ხშირ შემთხვევაში ამ არჩევანში აი ამ არჩევნების ზიებაში ადამიანები კარგავენ რაღაცა თავისას, რაღაცა ნამდვილს. ვფიქრობ, რომ ესეთ სამყაროში მაინც იბადებიან ადამიანები, რომლებისთვისაც აი უფრო მნიშვნელოვანია სულიერი საზრდო, ესე ვთქვათ რა. ის რაც შენზე საუბრობს, ის რაც შენ გეძებს თავისთავადად. ამიტომ პოეზია არის პირველ რიგში საკუთარი თავის ზიება რა, მეტი არაფერი არ არის პოეზია. შევი ფურცელთან და უბრალოდ მოწყვეტილი ხარ ყველაფერს, კონცენტრირებული ხარ რაღაცა იმაზე, რომ იმ სამყაროს მოусმინო, უსმენ ამ სამყაროს და რასაც ასწრებ, იმას იწერ. მე ესე ვფიქრობ. ამიტომ აი ამ სამყაროში თქვენ აკითხვაც დასვით, ხო? დღეს ავტორები იმისიას არ ატარებენ, რასაც ადრე ატარებდნენ. უნდა გქონდეთ გამომაფხიზლებლის როლი. დღესაც უნდა გქონდეთ, თუმცა არ არის ეგრე ფაქტია და ყველაზე მთავარია ის, რომ ადამიანების თქვა ხო მკითხველიც უნდა გყავდეს, რა თქმა უნდა, ასპარეზიც უნდა გქონდეს. ხო მე სიამოვნებით მოვისვენდი ჩვენს მთავარ მოედანზე, რომელიმე ორატორს, პოეტს, რომელიც გააჟღერებდა თავის სწორ მესიჯებს კაცობრიობისადმი, ხო? არის ნიაზდია სამიძე მაგალითად, აი მუსიკოსი არის, რომელიც იგივე აქციებზე როცა გამოდიოდა, იწყებდა პარკინგზე საუბრით, რა. მე ამით აღფრთოვანებული ვიყავი ყოველთვის, მე იქ მომწონს ყოველთვის, იმიტომ რომ საერთოდ აი ძალიან ქვემოდან უნდა დავიწყოთ რა, საზოგადოების ზრდა. ჩვენ პრობლემა გვაქვს ამ ყველაფრის, იმიტომ რომ აი უცხოეთში როცა მიდიხარ და ხედავი კულტურას, ხო? ჩამოდიხარ აქ ბრუნდები, გაქვს კულტურული შოკი. ელემენტარულ რაღაცებზე, რა. აი ქუჩაში სიგარეტის ნამწვავის არ გადაგდებას. ეს კაც საუბრობს, მოდი აქედან დავიწყოთ რა, სანამ ძალიან რთულ მატერიალებზე გადავალთ. ამას გავუსვი ხაზი, რომ იმ დროში პოეტები და მგოსნები ამ როლს ღებულობდნენ, იმიტომ რომ მაშინ არ იყო ინტერნეტი და გავრცელების საშუალება და შესაბამისად დღეს რაღაც პოეტის როლი ხო არ არის, რომ ვიღაც სადმე თავისთვის თავს პოულობს, თავის ნიჭიერებას, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე აწვდის ფართო საზოგადოებას, მაგრამ არ აქვს ის მესაჭის როლი, ხო, როგორც ვერ ექნება, იმიტომ რომ აი ჩვენ ვართ ეპოქაში, სადაც ბუსტავენ 20 წამიან რაღაცას, იმიტომ რომ 40 წამიან რაღაცას არ უყურებს ადამიანი. ფიზიკურად ეს არის თანამედროვე რეალობა. ასეთ სამყაროში ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე რო ჩავიარო და ხედავდი მგოსანს, რომელიც თავის ლექსს წარმოთქვამს, დავდგები და სიამოვნებით მოვუყურე. ეს ალბათ თქვენ მოусმენთ, ვფიქრობ. შეიძლება რამდენიმე ადამიანი იყოს. აი მოდიფიკაცია როგორ უნდა მოხდეს, იმიტომ რომ მართლა არ ყავს მკითხველი მსმენელი 21 საუკუნეში, იმიტომ ვუყურებთ ვიდეოებს 20 წამზე მეც უკვე აღარ ვუყურებთ, აღარ გვაინტერესებს. ანუ შეიძლება დღეს გალაქტიონის დაკარგული იყო, ამას გულისხმობ, თქვა, შესაძლებელია. გალაქტიონი ვერ იქნებოდა გალაქტიონი. ხო, აი იმ ეპოქაში პოეზია იყო ესე განტვირთვის ერთ-ერთი სოციალური წყირძე იყო. აი მკითხველსაც შევეხოთ მაშინ იმ ფორმულით, რომელსაც ახსენეთ, რომ 20 წამიანი და 40 წამიანი ვიდეოს შესაბამისად გრძელი ლექსის მკითხვა დღეს ნაკლებია და მოკლე ლექსი ურჩევნია მკითხველს, როგორ ფორმირდა ეს სამყარო. საერთოდ არ ურჩევნია მკითხველს კითხვა დღეს. ძალიან შემცირებულია მკითხველი. თქვენ რა მოიღოთ ახლა წიგნების გაყიდვების რაოდენობა და მიაქციოთ ყურადღება რა ლიტერატურა იყიდება, ხო? შეიძლება გაოცებული დარჩეთ რა. და საერთოდ უკვე პოეზიის მკითხველი უკვე შემცირდა საერთოდ. იმიტომ რომ ზოგადად ლიტერატურა და პროზა უნდა თუ არ უნდა ადამიანს სჭირდება რა, იმიტომ რომ
ყველაფერშია ეს სახელმძღვანელო, ესე ვთქვათ, მხატვრული ლიტერატურა. თუმცა უფრო კონკრეტულად პოეზია საერთოდ ნაკლებად გაყიდვადია და აი ბოლოს შეგეკითხებით როდის იყავით პოეზიის საღამოს. მე გეტყვით მაგალითად რომ 7-8 წლის წინ, სადღაც კოვიდამდე ქალაქში ტარდებოდა ბევრი პოეზიის საღამო, ბევრი ფესტივალი ტარდებოდა, ანუ ფართო იყო არჩევანით. ეხლა ვსაუბრობ ჩემს მეგობრებთან, რომ არ მახსოვს ბოლოს როდის ვიყავი პოეზიის საღამოში. საპირისპიროდ შემიძლია უთხრა ნიკოლოზს, რომ სავსეა რეპ ბათლების დროს დარბაზი. ეს არ არის პოეზია. თქვენ ხედავთ, რომ აი ფლოუ კარგი შეიძლება იყოს, მაგრამ რაზეა თავიდან ბოლომდე აწყობილი, ხო? თავიდან ბოლომდე უცენზურო სიტყვებზე და აგრესიაზე. მე ძალიან მომწონს ის რაღაცა ტექნიკები, რომელსაც იყენებენ და აღფრთოვანებული ვარ მართლა, თუმცა აქეთა მხარეს დევს რაღაცა ძალიან დიდი ზიზღის და აგრესიის რაც კულტურის ნაწილია და ამასა ესეც ვიცი. სტილია და მესმის ეგ ყველაფერი საიდან მოდის, მაგრამ ესა ვერ იქნება პოეზია რა შეუძლებელია იყოს პოეზია სადაც ის ტექსტი სადაც ყველა 4 ფრაზაში აქცენტი ჩვენ არც ვადარებთ ნიკოლოზ უნდა დავასხო იყო ბათლი კი მაგრამ ენას გიწულებს შაველო იყო ვაჟაფშაველაზე რომელსაც უწუნებდნენ დიალექტის გამო რაც დღეს მარგალიტია იმიტომ რომ დიალექტის შენახვაც ძალიან დიდი პოეზიას უხდება ეს ერთმანეთში სხვადასხვა კუთხეში არსებობდა მსგავსი ტრადიცია მაგალითად მაღალმთიან რეგიონებში სადაც ამას შაირის ფორმა არ ქონდეს იყო შეხუმრება რომლითაც ფაქტიურად ადამიანები ატარებდნენ. გზელი სიტყვა მოკლედ თითქმის შაირია ამათ კარგი. უნდა დავასრულოთ ცოტა დრო გრჩება. დღეს პოეზიის წარკითხვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ნიკოლოზ თუ გაქვს შენი შემოქმედებიდან რაღაც წამოღებული, რასაც მაყურებელს და ჩვენ გაგვიზერებ და ამ ფონზე დაგემშვიდობებით. კი ბატონო. მოგისმენთ ყურად. ეს ლექსი დავწერე მაშინ, როცა მიწევდა ქვეყნის დატოვება სამსახურის გამო. და მაშინ რაღაც განმცადე ძალიან დიდი წინასწარი მონატრება ვიცოდი რომ მომენატრებოდა რა და ანრი კაკაბაძე ჩვენი ბათუმელი პიანისტი ახლა ვერ დადის ჩვენთან ერთად ბათუმის ქუჩებში და მას მინდა მიუძღვნა ეს ლექსი იმიტომ რომ საერთოდ არ არის კავშირში ჩემთან ამ შემთხვევაში ჩემს გამოცდილებასთან მაგრამ წარმომიდგენია მოწყვეტილი რო ხარ როგორი რთული ახლა წვიმს ბათუმში სასეირნო ამინდია ბათუმური ამინდია და რომ მოდიოდი აქ მაგაზე ვფიქრობდი რომ რა ლამაზია ჩვენი ქალაქი რა და როცა სეირნობ ესეც კი ლამაზია არა საჭირო ყველაფერში დიდი ბედნიერება ეძებო ეს პატარა ბედნიერებას მნიშვნელოვანი გემშვიდობება ჩემი თითები გემშვიდობება თეთრი ფურცლები გემშვიდობება ყველა უთქმელი მიყვარ ხარ წამხარ და მე ნატრები და ჩემს ლექსებში მაინც ყვავიან შენი ტუჩები როგორც ატმები შეგმატებს შენ რას დამაკლებს მე რას გავივლი ფუტებს კილომეტრს იარდს წავიღებ შენი თვალების სქერას წავიღებ შენი ღიმლის სქრიალს შენ კლდის ნაპრალზე სიარული ხარ ტკბილიც და მწარეც როგორც სულიკო ვეღარ მოვისმენ შენი გულის ხმას რომელიც მხოლოდ სევდას გულისხმობს როგორ შეცვალა შურის ძიებამ ეს მეამიტი ამბიციები შენს მხრებზე აღარ დამეცინება შენი ხალების კანზე ძიებით არ ვიცი როგორ გამოითქმები ქარმატოტები ისე დაღალა ვერ გადაფურცლავს შენი თითები ჩემს ყულულებში ნარეw ჭაღარას არ ვიცი როგორ დამოვიწყდები თვალის გახილით როცა იწყები შენი ტუჩების მწიფე მარწყვები რომელ მინდვრებში გადამაწყდება როგორც კისერზე ნათლობის ჯვარი უკიდეგანოთ მძიმედ მაწყდები და მახსენდება როგორც ნაწყვეტი აცეკვებული წყვილი წვიმაში და გეძებ ყველა დაძინებაზე როგორც ნემს ჩემი თმენის თივაში თუ კი ასეა ახლო ფინიში უხმოდ ამ ფურცელს მაინც ვინიშნავ და კარგულს გზები უნდა უჩვენო წყაროს ვასწავლო ტბების ავსება და გაზაფხულზე ისევ უჩემო დაყვავილდება შენი არსება ზოგისთვის სუნთქვაც უკვე ბიძგია სუნთქვა ჩუმი და ღონი მიხდილი სხვა სიყვარული არ შემიძლია სხვა სიყვარული არის სიკვდილი ნუ მიჭერას ეცრემლის ბაწარო ნუ მცრის ეციდან ნასროლო ელვა მე ოკეანეს უნდა ვასწავლო უსიყვარულოდ დარჩენის ხელვა მორჩება მალე ღრუბლების როკვა და ელოდება ივლისი ნიშანს უთხარი პოეტს რომ სიტყვაც მოკვდა ნუ ეტყვი პოეტს რომ აღარ გიყვარს დიდი მადლობა და ამით დაგემშვიდობებით გემშვიდობებით მაყურებელს მადლობა მადლობა